გამარჯობა, დღეს უკვე ვართ რატომის მე-5 ეპიზოდში და ჩვენი სტუმარი არის თენგო გოგოტიშვილი, ჟურნალისტი და სასახელო მოღვაწე? არა, ჯერ არა. კარგი. ესე იგი, დღეს ვისაუბრებთ უბრალოდ მინდა საუბარი უკრაინაზე, შესაბამისად რუსეთსაც გადავწყვდებით. მედია კარგად. და სანამ დავიწყებთ, მე მაინტერესებს, ეხლა რაც უკრაინის ომი დაიწყო, ბოლო დროს ყოფილხართ თუ არა უკრაინაში? ფრონტთან ახლოს ან ომის დროს ყოფილვარ, ბოლო 2 წელი არა, მაგრამ ომის დროს ყოფილვარ, კი. როგორი სიტუაცია არის? იქ რო ხარ და ომი რო არის ქვეყანაში სრულმასშტაბიანი. ხა რო გითხრათ, რომ კარგი ამბავია, მოგატყუებთ ნამდვილად, მაგრამ ჟურნალისტურად ძალიან საინტერესო სამუშაოა ცხადე ხარ. რაც უარესი, მით უკეთესი პროფესია ასეთი. როცა ინგრევა ყველაფერი და ნადგურდება, საინტერესო ეგ არის, ხო, უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი რუსეთში მენახა, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით დასია. საინტერესო სამუშაოა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჟურნალისტისთვის ძალიან დიდი სკოლაა, მაგრამ თან საფრთხილოა. იმიტომ რომ არანაირი წესი რომ ჟილეს ჩაიცვამ და პრესს დაიწერა, ჩაფხუძე პრესს დაიწერს, ეს წესები არ მოქმედებს და არავინ არ შეგეხება. პირიქით ნადირობენ ჟურნალისტებზე რუსები, იმიტომ რომ რუსი ზოგადად არ ცნობს არანაირ ომის წესს, კანონს, ღირსების კოდექსებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მაგრამ არანაირ დაწერილ წესს, წითელი ჯვრის არაფერს არ აღიარებენ რუსები, ყველაფერს აკეთებენ საპირისპიროს. ამიტომ კარგი სკოლა იმისთვის, რომ კონკრეტულ მომენტში გადაწყვიტო. ახლა უნდა ჩაიცვა ჟილეტი, რომელსაც აწერია პრესს და გამოაჩინო, რომ ჟურნალისტი ხარ, თუ ჯობია რომ არ გამოაჩინო და უბრალოდ დაიმალო. მოკლედ რთული სამუშაო არ არის მარტივი. ხო, ეგ პრესა რო გაწერია, ნაცნობი სიტუაცია არის, ვარ მოქმედეს და პირიქით რომ ნადირობენ, იმიტომ რომ აქაც ჩვენთანაც ესენც რუსების გაწვრთნილები არიან, არ გაიკვირდეთ რომ ასე იქნება. ეხლა იდეაში, რაც ბევრს აინტერესებს და პატარა მოკლევად ჩავატარებთ ჩემს სამეგობროში, რა თქმა უნდა, გვაინტერესებს მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა პრეზიდენტი, რა მოხდება და რა პრედიქშენები შეიძლება არსებობდეს. მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ და ვიცი რომ წარმოუდგენელი არის მაგისგან საზღვრა, მოკლედ თუ გაქვს ინფორმაცია ფრონტზე რა ხდება ეხლა, ან უკრაინაში რა ხდება ეხლა და რამდენად დიდი ცვლილება არის, თქვათ ომი როცა დაიწყო მაშინ რა ხდებოდა და ეხლა რა ხდება, ანუ ცვლილება რაში ხედავთ ცვლილებებს? აღმოსავლეთი დაკავებულია, სამხრეთ აღმოსავლეთი დაკავებული აქვს რუსებს და ყირიმი კვლავინდებურად დაკავებული აქვს. ჩრდილოეთი აღარ აქვს დაკავებული, ჩრდილოეთიდან გარეკეს. ბელარუსში გადარეკეს და რუსეთში გადარეკეს. კიევის საფრთხე მოიხსნა. ზოგადად ომი არც საკუთარ შეგრძნებები თუ გახსოვთ და არ მარტო საკუთარ შეგრძნებები, მთელი მსოფლიო ამას ელოდებოდა. ომი რომ დაიწყო 2022 წელს, ყველა ელოდებოდა რომ რამდენიმე დღეში დაეცემოდა კიევი. და რუსებს ყოველთვის შორს ძალიან კარგად ჰქონდათ. ძალიან როგორც აღმოჩნდა არა, მაგრამ საკმაოდ კარგად ჰქონდათ მოფიქრებული და დაგეგმილი, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ დიდი სამხედრო ძალით მიაწვდნენ კიევს, კიევის აღება უნდათ. გარდა ამისა ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის დივერსიული ოპერაციები. დესანტი გადასხეს რამდენჯერმე ვერტფრენებით და გარდა ამისა, რაც ყველა საინტერესოა და არ ვიცი უბრალოდ ჩვენ თავდაცვა იმედია ამ ფიქრობს ამაზე. კიევში გამზადებული ყავდა დივერსანტების ჯგუფები. და დავცი გახსოვთ ალბათ, კიევში პირველ დღეებში, პირველ პერიოდში მიდიოდა ქუჩის ომები, ქუჩის ბრძოლა მიდიოდა. რაც კატასტროფულად მოქმედებს ადამიანების განწყობაზე, იმიტომ რომ როცა იცი რომ მტერი ჯერ თითქოს შემოსული არ არის, მაგრამ შენს ქალაქში უკვე ისვრიან. უკვე აღარ ენდობი არც საინფორმაციო საშუალებას, აღარ ენდობი ხელისუფლებას, პანიკაში ვარდები. თან არ იცი ვინ არიან, ვინ დარბიან, იმიტომ რომ ფორმა ყველას ერთნაირიაცვია და ახლობით შეიძლება შევრონებიც კი უკრაინული არმიისა გაიკეთონ, განმასხვავებელი ნიშნები ფორმაზე. უკრაინული არმიისა მიიკერონ რუსებ რაღაცა დივერსიულმა ჯგუფმა და შუა ქუჩაში უცებ ატეხოს სროლა, რაღაც მანქანას ესროლოს, ან ავტობუსს ესროლოს, ან რაღაც შენობას ესროლოს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქი მოიცვას პანიკამ და ასეთი ჯგუფები ძალიან ბევრი ყავდათ კიევში. რუსებს საბედნიეროდ უკრაინის კონტრდაზვერვა საკმაოდ კარგად აღმოჩნდა მომზადებული ამისთვის და ტერიტორიული თავდაცვის დახმარებით და სპეცსამსახურების დახმარებით ეს ჯგუფების ნეიტრალიზაცია მოახერხეს. დაჭირდათ რამ 2-3 კვირა ალბათ, მაგრამ მათ ნეიტრალიზაცია მოახერხეს. დღეს ახლა კიევში ეს დივერსიული ჯგუფები ყოველ შემთხვევაში ღიად აღარ მოქმედებენ, ვეღარ მოქმედებენ. ეს რაც მოხდა.
ზოგადად უფრო გლობალურად თუ შევხედავთ ტერიტორიულ ცვლილებებს, რუსებს პირველი ვთქვათ 1-2 თვის განმავლობაში გაცილებით დიდი ტერიტორია ჰქონდა დაპყრობილი, მაგრამ გადარეკეს როგორც თქვი უკვე ჩრდილოეთიდან განსაკუთრებით ჩრდილოეთიდან გარეკეს კიევს მოიხსნა აღების უშუალო რისკი არა და ძალიან ახლოს იყვნენ კიევთან და ახლა რუსები კონცენტრირებულები არიან უფრო აღმოსავლეთით, დონეცკი, ლუჰანსკი, სამხრეთით, რომელიც 2014 წლის შემდეგ აიღეს, ახლა 2022-23 წლებში აიღეს, ეს მარიუპოლი და შავი ზღვის სანაპირო, იმისთვის რომ უკრაინელებისთვის მოეჭრათ გასასვლელი აზოვის ზღვაზე და უკრაინელებისთვის არ მიეცათ საშუალება რომ გადაეჭრათ სახმელეთო დერეფანი ყირიმისკენ. ახლა რუსეთიდან, აი წარმოიდგინეთ რუკაზე ეს სახმელეთო დერეფანი მიდის ყირიმამდე, რომელიც რუსებს აქვთ ოკუპირებული და შეუძლიათ ამ დერეფნის გამოყენება იმისთვის რომ მოამარაგონ და თავისად დაიჭირონ ეს ყირიმი. სხვა შემთხვევაში უკრაინელები რომ გასულიყვნენ აზოვის ზღვაზე. სხვა შემთხვევაში რუსებს მოუწევდათ დარჩებოდათ მხოლოდ ეს ეგრეთ წოდებული ყირიმის ხიდი. ყირიმის მოსამარაგებლად, რომელიც საკმაოდ მეზღება ეს მოწყვლადია ასე ვთქვათ და ეს ამდენჯერმე ვნახეთ ამ ომის განმავლობაში. ანუ ეხლა აღმოსავლეთში თქვათ გადასულები არიან ესენი უფრო უკვე დაკავებული ტერიტორიების დაცვაზე. რუსები ძალიან დიდი ძალებით უტევენ და არჩი რომ ნახოთ ეს ფრონტის მიმოხილვა, ვთქვათ, ერთ კვირაში შეიძლება რაღაც ერთ სოფელი აიღონ, მაგრამ 1 კილომეტრი წინ, 1 კილომეტრი უკან პრინციპში რეალურად არაფერს არ ცვლით. ძალიან დიდ მასშტაბებზე გვაქვს ლაპარაკი. სამაგიეროდ უკრაინელები შესულები არიან კურსკის ოლქში, სადაც აკონტროლებენ ბოლო მონაცემები დაახლოებით 800 კვადრატულ კილომეტრს. კურსკის ოლქი რუსეთის ტერიტორიის ნაწილი არის. გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში რუსეთის ტერიტორიაა, ხო, აი რუკებზე, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ, რუსეთის ტერიტორიაა, მაგრამ ოდესღაც იყო უკრაინის მიწა. და 100 კილომეტრი უხეშად რო ვთქვათ, არის დაახლოებით აი ადიგენის რაიონი უხეშად ალბათ არის 800 კვადრატული კილომეტრი. უფრო დიდი მუნიციპალიტეტებიც არის საქართველოში. ბევრი არ არის პრინციპში, მაგრამ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ამას, იმიტომ რომ თელმა მსოფლიომ დაინახა და პირველ რიგში რუსეთს მოქალაქემ უნდა დაინახოს ეს, რომ მათია ეს ქაჩალი პედოფილი ვითომ პრეზიდენტი ვერ აკონტროლებს საკუთარ ტერიტორიასაც კი, სამაგიეროდ მიძურება სხვაგან. ესე ამბობენ, რომ ბოლო 80 წელიწადში პირველად დავინახეთ, რომ ვიღაცამ რუსეთის ტერიტორიის დაპყრობა მოახდინა, თუნდაც პატარა და ნაცისტების შემდეგ პირველი ამბავია ეს ხო. პირველი ამბავია და ძალიან სიმბოლური და ძალიან გაამართლა როგორც ჩანს, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ რუსები ჩავარდნენ პანიკაში და რუსებს არ აქვს პასუხი რუსებს არ აქვს საკუთარი ტერიტორიის თავდაცვა ორგანიზებული. იგივე გვაჩვენა მაგალითად პრიგოჟინის ბუნტმა, რომელიც რომ ზდომოდა მოსკოვამდე მივიდოდა, უბრალოდ გააჩერეს. სიტყვით გააჩერეს, მოლაპარაკებით გააჩერეს და თვითონ გაჩერდა, გადაწყვიტა და გაჩერდა, აღარ შეუტია მოსკოვს, თორემ მოსკოვამდე მივიდოდა. ძალიან მარტივად გაიარა, რაღაც 200-300 კილომეტრი გაიარა, ძალიან მოკლე მონაკვეთში, საკმაოდ დიდი დაჯგუფებით, მაგრამ ეს მაინც ერთი კაცის დაჯგუფება იყო და არა მთელი რუსული არმია. მთელი რუსული არმია აღმოჩნდა, რომ არაფრის მაქნისი არ არის, როცა საკუთარ ტერიტორიას იცავს. თავიდანვე განზრახვა იყო ის, რომ მთლიანად უკრაინაში შესულიყვნენ კიევი აეღოთ და იქ თავისი მთავრობა დაესვათ და ეხლა ვხედავთ, რომ აღმოსავლეთში არიან და იქ ამაგრებას ცდილობენ, ანუ მთლიანი უკრაინის დაპყრობა იყო გეგმა რეალურად. კიევის აღება ნიშნავს უკრაინის დაპყრობას პრინციპში, ხო? ორი ვარიანტი რჩებოდა, პროგრამა მაქსიმუმ მთელი უკრაინა დაეცემა, იმიტომ რომ ზელენსკიმ მერე თქვა, რომ მთელი დასავლეთი მეუბნებოდა, რომ წამოდი ჩვენთან და დატოვე ქვეყანა. მაგრამ ზელენსკიმ ძალიან ვაშკაცურად არ დატოვა ქვეყანა, თავისი ოჯახის დატოვა, შვილის დატოვა უკრაინაში, რაც ნამდვილად დასაფასებელია, ძალიან ვაშკაცური და გამბედავენა ბიჯია, იმიტომ რომ ყველა ვიცით რუსები რას უზავდნენ სამხრეთ უტყვეს. უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, ვთქვათ, უკრაინის გაყოფა აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინად და დასავლეთ უკრაინაში ლეგიტიმური უკრაინული ხელისუფლების შენარჩუნება, თუმცა ეს მაინც იქნებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვა. ამ პროგრამა მაქსიმუმ კიდევ თქვა მთელი უკრაინის დაპყრობა, როცა პრეზიდენტი გარბის და დედაქალაქს იღებ, იქ მერე არც პარლამენტი ფუნქციონირებს, არც მინისტრთა კაბინეტი, არაფერი არ ფუნქციონირებს. და პუტინს ეს სწორედ ეს ჰქონდა დაგეგმილი, ამისთვის ჰქონდა დაგეგმილი კიევში სადესანტო ოპერაციები გოსტომელის აეროდრომზე, ამისთვის ყავდა ეს დივერსიული ჯგუფები და არა მარტო დივერსიული ჯგუფები, მერე ერთ-ერთი ოლიგარქის დაკავებით აღმოჩნდა, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა, ან ბოლო შემთხვევაში მონაწილეობდა ამ
ამ ოპერაციების მომზადებაში და ამ დაფინანსებაში. მოკლედ საკმაოდ კარგად ჰქონდა პუტინს ეს გათვლილი, მაგრამ არ ჰქონდა გათვლილი, რომ უკრაინელები აღმოჩნდებოდნენ იმაზე უფრო ბრძოლის უნარიანები, ვიდრე მაგალითად რუსული არმია. სხვა მოლოდინი ჰქონდა ესე კი. ვერ შეაფასა, ჩემი აზრით ვერ შეაფასა, ყველაზე მეტად რაც ვერ შეაფასა უკრაინელების ბრძოლის უნარიანობა და შეკრულობა როგორც ერის. დაახლოებით შეაფასა კონკრეტული დასავლური ქვეყნების რეაქცია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ 2022 წლის თებერვალამდე, რაც უფრო ახლოს იყო თებერვალი, უფრო და უფრო ნათლად ესმოდა დასავლეთს, რომ ომი გარდაუვალი იყო და უფრო გააქტიურდა. პუტინმა ვერ გათვალა, ომის გეგმა იწერება წლებით ადრე. ჩვენ შემთხვევაში მაგალითად 2012 წელს აღიარა მე პუტინმა, რომ 2006 წელს ჰქონდა მიცემული დავალება გენერალური შტაბისთვის, რომ მოემზადებინა ომი, რომელიც მე 2008-ში დაიწყეს. წლები უნდა ომის მომზადებას, მით უმეტეს ახლა ამხელა ქვეყნის აღებას როცა აპირებ. უკრაინის ოპერაცია დარწმუნებულა წლების განმავლობაში მწიფდებოდა, იწერებოდა გეგმა, რაღაცას დაიწუნებდნენ, რაღაცას მოიწონებდნენ. და გათვლა ჰქონდათ იმაზე, რომ ევროპაში დახვდებოდნენ მერკელისნაირი ლიდერები. მაგრამ საბედნიეროდ ომამდე ძალიან მოკლე ხნით ადრე მერკელი შეიცვალა და ახალმა კანცლერმა უფრო მეტი ფრთხიანობა გამოაჩინა. კი, უწუნებთ ახლა შოლცს რო არ აძლევს შორი მოქმედების რაკეტებს უკრაინას, მაგრამ ამგვარად მისცა ტანკები, მისცა უამრავი სხვა შეიარაღება, რაც მერკელი სავარაუდოდ არ გააკეთებდა. მოკლედ პუტინმა რაღაცები გათვალა, რაღაცები ვერ გათვალა. თავიდან როცა ესეთი რაღაც წავიკითხე, რომ ომი როცა დაიწყო, გერმანია მისცა მარტო ჩაფხუტები რაღაც მომენტში. ანუ ის რომ დასავლეთი მიიყარებოდა თავიდან ამაზე იყო საუბარი, მაგრამ შემდეგ ომის დაწყებიდან მეორე თუ მესამე დღეს შოლცი გამოვიდა ბუნდესტაგში და თქვა, რომ კლიენტ გადაიხედება გერმანიის თავდაცვითი პოლიტიკა, გერმანია იწყებს უკრაინის დახმარებას, რეალურ დახმარებას და დაამატა გერმანიის სამხედრო ბიუჯეტს 100 მილიარდი ევრო. აი უცებ ეს ერთ დღეში გამოაცხადა, რომ 100 მილიარდი ევრო ემატება რამდენიმე წელს განმავლობაში გერმანიის სამხედრო ბიუჯეტს, რაც ყოველთვის იყო მთავარი წინააღმდეგობა გერმანიას და ამერიკას შორის მაგალითად. იმიტომ რომ ბოლოს ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ვადის ბოლოს ტრამპ პრაქტიკულად აღარ ელაპარაკებოდა მერკელს. ზუსტად მთავარი მიზეზი ის იყო, რომ მერკელი უარს ამბობდა სამხედრო ხარჯების ზრდაზე. ტრამპი არ მარტო ტრამპამდე იყო ეს 20 წელია უკვე მიდის ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ტრამპი ძალიან აქტიურად აწვებოდა ევროპელ პარტნიორებს, რომ გაეზარდათ საკუთარი სამხედრო ხარჯები, იმიტომ რომ საფრთხე ევროპაში რეალური იყო უკვე, განსაკუთრებით ყირიმის მერე და ევროპელების დიდი ნაწილი და ამაზე კატეგორიულ უარს ამბობდა, იმიტომ რომ მათ საზოგადოებაში თურმე არ არის პოპულარული სამხედრო ხარჯები. აი როცა ბოდი შემთხვევით კვერცხი როცა მოაწვათ, პუტინი როცა მოაწვათ აღმოსავლეთიდან, მიხვდნენ რომ თურმე ეს პოლიტიკა რომელსაც ატარებდა მერკელი იყო უბრალოდ დანაშაულებრივი გერმანიის წინააღმდეგ, არა უბრალოდ უკრაინასთან დაკავშირებით. დანაშაულებრივი იყო, იმიტომ რომ გერმანია რომელიც თავად აღიარებს უკვე პრინციპში დაუცველია რუსული საფრთხის წინაშე. და უკრაინა რომ არ არსებობდეს როგორც შემაკავებელი ფაქტორი, რუსია უბრალოდ არ გაჭირდება მიაწვება და მიაწვება. რუსის ბუნება ეგ არის. რუსის იმპერიის ბუნება ეს არის, რომ არსებობს იქამდე სანამ ფართოვდება, როცა გაფართოების საშუალებას უსპობ, მერე ინგრევა და იშლება. როგორც დაემართა საბჭოთა კავშირი და სოციალისტურ ბლოკს. შოლცს არ უთქვამს, მაგრამ შოლცის თავდაცვისმა ბორის პისტორიუსმა, რომელიც ერთ-ერთი კანდიდატია ახლა კანცლერობის, დიდი ხანი ამბობს, რომ გერმანიას აქვს 5-6 წელიწადი იქამდე სანამ დაიწყება ომი. სანამ გერმანიას ჩააბავენ ომში. იმავეს ამბობს შვედეთის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი და დანიის თავდაცვის მინისტრი, იმავეს ამბობს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მაღალი რანგის მოქმედი და პენსიონერები კი არა, როგორც ადრე იყო. მოქმედი ევროპელი პოლიტიკოსები ძალიან ბევრია უკვე ლაპარაკობენ, რომ ევროპას აქვს მხოლოდ რამდენიმე წელი იმისთვის, რომ მოემზადოს რუსული აგრესიისთვის. ზოგი ამბობს 3-4 წელი, ზოგი ამბობს ოპტიმისტები ამბობენ 5-6 წელი, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ ეს საფრთხე არის რეალური და პრინციპში გარდაუვალი. თუ რუსეთი არ გააჩერეს უკრაინაში. ყველა მითს, რომ რუსეთი მიაწვება ბოლომდე. თუ კი დაინახავს, რომ დასავლეთ რაღაც სისუსტეს თუ უპოვის დასავლეთს აუცილებლად მიაწვება ბოლომდე და გავა, არ ვიცი, ატლანტის ოკეანემდე. აგერ 80 წლის წინ იყვნენ რუსები ბერლინში და ვენაში იყვნენ, ავსტრია აიღო წითელმა არმიამ, უბრალოდ მე ავსტრიას ნეიტრალიტეტი გამოაცხადებიეს და გამოვიდნენ რუსები იქიდან. თორე ავსტრია
50 წლის განმავლობაში, 60 წლის განმავლობაში იქნებოდა კომუნისტური ქვეყანა, ისე როგორც იყო პოლონეთი ან უნგრეთი. კარგად ესმის, მოკლედ, ეხლა საამთებეროს დაგეგმილია ევროკავშირის რიგარეში სამიტი. რომელსაც აქ ერთადერთი საკითხი განსახილველი. ეს არის ევროპული თავდაცვა. იმიტომ რომ ერთის მხრივ უკრაინის პრობლემების გამო და მეორეს მხრივ ტრამპის პრეზიდენტობის გამო ევროპელები მიხვდნენ რომ უბრალოდ ყურიკი არ უნდა გამოიფრიკონ, არამედ ჯიბეზე ხელი უნდა გაიკრან. თან ძალიან სერიოზულად უნდა გაიკრან ჯიბეზე ხელი იმისთვის თუ უნდათ რომ უსაფრთხოება შეინარჩუნონ და მათი უსაფრთხოების საკითხი, ესპანეთის უსაფრთხოების საკითხი და ბრიტანეთის უსაფრთხოების საკითხი წდება დღეს დონეცკის ოლქში და ხერსონში და სადღაც სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ძალიან კარგად ესმის, ამიტომ ერთადერთი საკითხი ევროკავშირის სამიტისა, ამ ევროკავშირის სამიტზე მიწვეულები არიან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც პირველი იყო, ვინც დაეთანხმა ტრამპის განცხადებას, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 5% უნდა იყოს უკვე გეგმა და მიზანი თავდაცვითი ხარჯებისთვის. აქამდე ამბობდნენ რომ 2 იყო, მაგრამ აღმოჩნდა რომ 2-ც არ არის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი არა, მაგრამ დაახლოებით მე-13 ქვეყნების ალბათ ნატოში 2%-ს ვერ ასრულებს. ყველაზე მცირე ესპანეთს აქვს, არ მეშლება 1.2% აქვს. შეიძლება მეშლება. მონაცემების პოვნა იოლად შეიძლება, მაგრამ ყველაზე ნაკლებს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით ხარჯავს ესპანეთი. ყველაზე მეც ხარჯავს პოლონეთი და 4.9%. რაც უფრო ახლოს არის ტერიტორიულად რუსეთთან, მით უფრო ახლოს არის ქვეყანა რუსეთთან, მით უფრო კარგად ესმის, მით უფრო კარგად ახსოვს რუსული ჩექმის სიმძიმე, მარტივად რო ვთქვა, და უფრო ნათლად ხედავს ამ საფრთხეს. მით უმეტეს ახლა პოლონეთისთვის საფრთხე აბსოლუტურად რეალისტურია, იმიტომ რომ პირველი შეტევა, ხა რუკას რო შეხედავ, ნებისმიერი მეხუთე კლასელი, ვინც იცის ევროპის რუკა როგორ გამოიყურება, ნებისმიერი მეხუთე კლასელი გეტყვით, რომ აი რუსი თუ მიაწვა და არტყავს აქ და დაადებს ხელს პირველს ბალტიის სახელმწიფოებს, სამბალტიურ სახელმწიფოებს, პატარა ბალტიური სახელმწიფო, რომელიც ცხადია რომ პირველი საკმილო უნდა აღმოჩნდეს პუტინისთვის. და ბალტიურ სახელმწიფოებს ლიეტუვას პოლონეთთან აკავშირებს 100 კილომეტრიანი მონაკვეთი. ეგრეთ წოდებული სუვალკის დერეფანს ეძახიან. 100 კილომეტრია სულ, ამ 100 კილომეტრს თუ გადაკეტავენ კალინინგრადიდან და ბელარუსიდან ჯარები გაწყდება სახმელეთო კავშირი პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის. ამიტომ იყო რუსეთისთვის ძალიან დიდი დარტყმას ბაშორ შვედეთის და ფინეთის შესვლა ნატოში. ახლა მესმის რომ ძალიან შორს წავედით, მაგრამ ლოგიკურად მიყვება უბრალოდ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული ამ გლობალურ სამყაროში. შვედეთიდან ფინეთის შესვლა ნატოში, ნატოს ბალტიელებს მისცა ამ სამბალტიურ სახელმწიფოს მისცა მეტი გარანტია იმისა, რომ მათ უფრო მარტივად დაიცავენ აგრესიის შემთხვევაში. ძალიან ახლოს არის შვედური კუნძულები ლატვიასთან, ჰელსინკსა და ტალინს შორის 80 კილომეტრია თუ არ მეშლება სულ. ძალიან მოკლედ, ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან ეს ყველაფერი და ამიტომ საზღვაო ფაქტორი ძალიან აქტიურად იმუშავებს უკვე რუსეთის წინააღმდეგ. და ამ ორი ქვეყნის შესვლა სარკვია შევარდნა ნატოში, იმიტომ რომ ეს უცებ გადაწყვეტეს და ძალიან სწრაფად ყოველგვარი მაპების და რაღაცების გარეშე ძალიან სწრაფად დაუჩოქა ამის ნატომ, ისეთ ბედნიერი იყო, როცა ამ ორმა ქვეყანამ ტრადიციულად ნეიტრალურმა თქვა, რომ უნდათ ნატოში შესვლა. შვედეთი წარმოიდგინეთ ნეიტრალური იყო 2 საუკუნის განმავლობაში. 1815 წელს ჰქონდა გამოცხადებული ნეიტრალიტეტი და 2023 წელს 208 წელი გავიდა. 2023 წელს თქვა, რომ მე მინდა ნატოში. ეს ქვეყნები სხვა შორის წლების განმავლობაში რაღაც რეფერენდუმებს ატარებდნენ და მოსახლეობა სულ ამბობდნენ, რომ რაღაც დიდი განსხვავება არ იყო მომხრეებს და მოწინააღმდეგეებს შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში ფინელები და შვედები ამბობდნენ, რომ არ გვინდა, ჩვენ გვინდა ამ ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და არ გვინდა ნატოში. როგორც კი უკრაინაში დაიწყო ომი, შვედებმაც და ფინელებმაც, როგორ ვთქვა, შეკვეთა მისცა საკუთარ ხელისუფლებას, რომ ჭირდება. შეგვიყვანეთ ახლა ნატოში და შევიდნენ. და ძალიან გააძლიერეს, იმიტომ რომ ორივეს ძალიან ძლიერი და კარგად მომზადებული თავდაცვითი სისტემა აქვს. ცოტა ხნის წინ მოусმინე 2007 წელს პუტინის მიუნხენში გამოსვლა, თქვენ მიუნხენში იყო, ხო? და ანუ ფაქტობრივად მე როგორც ავიღე ყოველ შემთხვევაში მაგ გამოსვლით პუტინმა ომი გამოუცხადა დასავლეთს. ოღონდ თან თავი ცოტა მსხვერპლად წარმოაჩინა, იმიტომ რომ ეს საწყალი ვარ, საწყალი რუსეთი, რომელიც ძლიერია, მაგრამ აი ნატო მოდის და ჩემს კარს უახლოვდება და უსამართლოდ მექცევიან. და
ეს ის რომ სხერპლის პოზიცია აქვს, მაგრამ თან ძლიერი არის და თან ცოდო არის, იმიტომ რომ ნატო აქეთკენ აწובה და ის ფაქტი რომ მაგ პერიოდში უკვე რაღაც ძალიან დიდი უსკრული გააჩინა მაგ თავისი გამოსვლით, რაც მანამდეც არსებობდა, მაგრამ ხო დაინახეს უფრო დასავლელმა ლიდერებმა რომ ეს პოზიცია ქონდა. ანუ მაგის მერე მაინც ნელ-ნელა დაიწყო იმის აღქმა, რომ რუსეთი მართლა სერიოზული ეს საფრთხე არის. ის რაც თქვენ დაინახეთ და მოისმინეთ, აბსოლუტურად რეალური აღქმა, რეალისტური აღქმა იმისა, რაც თქვა პუტინმა. და როგორც უნდა გაეგო დასავლეთ. სამწუხაროდ დასავლეთმა არ მოინდომა ისე გაგება, როგორც ეს პუტინმა თქვა, არ მოინდომა საფრთხის ადეკვატურად დანახვა და მოუყროა ყური. თუმცა ეს წაყრუება იყო 2008 წლამდე, როცა საქართველოში არ მოხდა ომი. 2008 წლის შემდეგ დასავლეთმა რაღაც პერიოდით გაყინა ურთიერთობა რუსეთთან, ნატომ გაყინა, შეერთებულმა შტატებმა გაყინა, მაგრამ მერე დაიწყო ეს გადატვირთვის პოლიტიკა და მოკლედ საქართველოს გამო დასავლეთი არ იყო მზად 2008 წელს რომ ომში ჩართულიყო. ახლა უყურებთ რომ უკრაინის გამოც ბოლომდე არ არის ამზად ამისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმდენი რომ გაეკეთებინათ პროცენტულად რა თქმა უნდა საქართველოსთვის რამდენიც უკრაინისთვის გააკეთეს, ჩვენ სრულიად სხვა შედეგი გვექნებოდა 2008 წელს. მაგრამ მაშინ არ მოინდომეს უბრალოდ არ იყვნენ მზად პუტინთან დაპირისპირებისთვის და სულ ინარჩუნებდნენ ამ იმეს თავს იტყვევდნენ მოკლედ იმ იმედით რომ რუსებთან შეგვიძლია მოლაპარაკება, რუსებს შეგვიძლია რაღაცა ძვალი გადაუგდოთ და ისინი ამ ძვალს გადაყლაპავენ, ძვალსაც გადაყლაპავენ და ყელსაც გამოგჭამენ. თუ შანსს მისცენ. ღორი სტილის ამბავია. ფეხზე რო დაისვა, აუცილებლად აგაცოცდება თავზე. ბუნებაა ეს რუსული იმპერიის. არ მოინდომა უბრალოდ დასავლეთმა ამის მოსმენა, ასე მოსმენა და ამის გაგება არ მოისმინა, მაგრამ ვერ გაიგო და საბოლოოდ მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგი საქართველოში და ძალიან მძიმე შედეგი უკრაინაში. და ეს შედეგი ბუნებრივია გადაედო დასავლეთსაც. იმიტომ რომ მას ახლა უწევს მილიონობით უკრაინელი ლტოლვილის პატრონობა. და უწევს სამხედრო ხარჯების ძალიან სწრაფად და ძალიან დიდად გაზრდა იმისთვის რომ ერთის მხრივ უკრაინას დაეხმაროს და მეორეს მხრივ თავისი თავდაცვა უზრუნველყოს. წლების წინ ჯერ კიდევ მახსოვს გამოქვეყნდა გერმანიის ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორის მოხსენება ბუნდესვერში ჯავშან ტექნიკით მდგომარეობას და მახსოვს რომ ხა ზუსტად შეიძლება რიცხვები შემიშალოს, მაგრამ კატასტროფული მდგომარეობა იყო. ერთი მესამედი ტანკებისა თუ არ მეშლება ბუნდესვერის უბრალოდ მწყობში არ იდგა. მწყობში არ იყო. გერმანელი რომ ამბობს რომ მწყობში არ არის, ნიშნავს იმას რომ თქვა, არ ვიცი, რაღაც შეიძლება ერთი ჭანჭი კი აკლია, მაგრამ და შეიძლება ერთ დღეში ჩააყენო მწყობში, მაგრამ ფაქტია რომ ის მოხსენება იყო კატასტროფულად ჟღერდა. რომ ბუნდესვერი არ არის მზად იმ სამხედრო საფრთხეებისთვის, რომელიც მას აქვს. ბუნდესვერი რაოდენობრივად არ არის მზად. ადამიანები არ აყავთ უბრალოდ იმდენი რომ ადეკვატურად დაიცვან საკუთარი ტერიტორია. ახლა კი აქვთ გეგმები რომ სამხედრო ბიუჯეტსაც გაზრდიან და პირად შემადგენლობასაც გაზრდიან, მაგრამ ამ ყველაფერს გერმანელები არიან და მიზან მიმართულად ნელა აპირებენ. იმედია მოასწრებენ იქამდე, სანამ მოასწრებენ ადეკვატური თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას იქამდე, სანამ ფანკურჩი არ დადგება ბრუსის ვანია და არ იტყვის აბა ეხლა უჭამოთ. ტრამპი ვახსენეთ წეღანა ტრამპზე რო გადავიდეთ ეს შეუძლებელ საქმეზე, რომ რა შეიძლება მოხდეს, ანუ როგორ უყურებს ტრამპი პუტინს, ანუ ეგ თან ცოტა ჩანს რა, როგორ უყურებს პუტინს ტრამპი, რაღაცნაირები არიან ორივე განსაკუთრებით ერთი მხარე. მაგრამ რა შეიძლება მოხდეს, ანუ შეიძლება რომ ამერიკამ შემთხვევით რაღაცნაირად კაინდა გაწიროს უკრაინა რაღაცებში უფრო პრო-რუსული მხარე დაიჭიროს? რატო აწყობს ეგ თუ დაიჭერს? კითხვაზე ყველაზე მარტივი და ყველაზე გულწრფელი პასუხია არ ვიცი. და შემიძლია რა თქმა უნდა ჭკვიანური სახე დავალაგო და მოუყვე რაღაცეები და რეალურად მოუყვები კიდევაც, მაგრამ ყველაზე მარტივი და მოკლე პასუხია არ ვიცი, იმიტომ რომ არც არავინ არ იცის. გონი არც ტრამპმა. ვისაც გინდათ კითხოთ. პოლიტოლოგებს, პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ანალიტიკოსებს, ასტროლოგებს, ტაროს ბანკოზე მკითხავებს, მჩხიბავებს, ვისაც არ უნდა კითხოთ. ყველას გაუჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა, იმიტომ რომ არავის არ უნახავს ძალიან რთულია ტრამპის თავში ჩახედვა. ტრამპმა თქვა რომ დავდებ გეგმას, დავდებ კარგ გეგმას, ასე თქვა.
ამ კარგ გეგმაში რა შეიძლება ეწეროს? აბა ვინცის. თუ კი დღე აი ამ მომენტისთვის რაიმე გეგმის გეგმა არსებობს, რამე ხელშეკრულების გეგმა. გარწმუნებთ რომ ეს გეგმა უნახავს მაქსიმუმ ალბათ 10 ადამიანს ტრამპის ჩათვლით. ეს გეგმა არ უნახავს არავის ევროპაში, მათ უახლოეს მოკავშირეებსაც კი, მათ შორის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებული ვარ და არ ზელენსკის. ტრამპს ალბათ რაღაცები ნათქვამი აქვს ზელენსკისთვის, მაგრამ გვახსოვს ჩვენ რომ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიას იწყებდა, ამბობდა ერთი სატელეფონო ზარი დავამთავრებ უკრაინის ომს. მე თქვა რომ ერთი სატელეფონო ზარით არა, მაგრამ ერთ დღეში დავამთავრებ უკრაინის ომს. მე როცა აღმოჩნდა რომ გახურდა საპრეზიდენტო კამპანია და განსაკუთრებით მაშინ როცა გაიმარჯვა, თქვა რომ ნუ ერთ დღეში ალბათ არ გამოვა, მაგრამ ძალიან სწრაფად მოვაგვარებ ამ ომს. სულ ყოველთვის უსვამდა ხას რომ მე პატივს ვცემ პუტინს და პუტინი მცემს მე პატივსო. ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან საერთო ენა როგორც ვიპოვეთ პირველი ვადის დროს, ჩემი პირველი ვადის დროს ისე ვიპოვეთ საერთო ენას. უბრალოდ მაშინ მისი პირველი ვადის დროს პუტინს არ ქონა ამხელა მადა და არ ქონა გამოცხადებული რომ თელს ნატოს ებრძვის. მაშინ მარტო ყირიმზე იყო ლაპარაკი და ნუ საწყალი რუსების დაცვაზე. ვიღაცამ establishment-ი როგორც ამბობენ ჩათვალეს რომ რუსი იქნებ ამაზე გაჩერდეს. ახლა წესით ნებისმიერ გონიერი ადამიანი უნდა ხედავდეს რუსი ამაზე გაჩერებას არ აპირებს. რაც არ უნდა, რა ხელშეკრულებას არ უნდა შესთავაზოს ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს. რა თქმა უნდა საჭირო იქნება ორი მხარის თანხმობა და ზელენსკი თქვა რომ ის მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით პუტინის პოზიცია, რომელიც ამბობს რომ ზელენსკი არის ვადაგასული პრეზიდენტი, იმიტომ რომ მისი ვადა დამთავრდა რაღაც შარშან ფორმიშლება, საპრეზიდენტო ვადა და მეომარ ქვეყანაში არჩევნების ჩატარება არავინ არ დაიწყო, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია და ამიტომ რუსები ამბობენ რომ მას ვადა გასული აქვს, მასაც და პარლამენტსაც. ამიტომ მათთან ლაპარაკი არ შეიძლება. ვიღაც სხვა უნდა დაგველაპარაკოს უკრაინიდან. ვინ შეიძლება დაელაპარაკოს უკრაინიდან თუ არა ზელენსკი. ეს არის რუსების პოზიცია, რომელიც მარტივად შეიძლება შეიცვალოს. არც ეს არ გაუკვირდება არავის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის რაც დღეს ამბობენ. არ ვიცი ბოლო დღეებში დააკვირდით თუ არა, მაგრამ რუსულ მედიაში გაჩნდა გამოჟონილი ინფორმაცია პუტინის განწყობების შესახებ. ხარ რუსული მედია და გამოჟონილი ინფორმაცია კრემლიდან დაახლოებით წარმოგიდგენიათ, ხო, საიდან მოდის და რისთვის არის. და პუტინი თითქოს თulis რომ მთავარი სამხედრო ამოცანები უკრაინაში არის შესრულებული. თითქოს ასე თulis. მოკლედ, მარტივად შეგვიძლია დავასვან და დავინახოთ რომ რუსები ამზადებენ საინფორმაციო ველს იმისთვის რომ შეაჩერონ საბრძოლო მოქმედებები, შეაჩერონ შეტევა და ეს გაასაღონ საკუთარ ბედლოზე, საკუთარ ამორჩევაზე. მაინც და მაინც დიდად კი არ აინტერესებს იმ ადამიანების აზრი. თავისი 140 მილიონი თუ რამდენი ყავს პუტინს, მაგრამ მაინც ახლა ნებისმიერი დიქტატორისთვის საზოგადოებრივი აზრიც ფაქტორია. დემოკრატიებზე აღარ ვლაპარაკობ. ანუ იმის თქმა უნდა რომ რაც გავაკეთე, მაგის გაკეთება მინდოდა. ხო, ამის გაკეთება მინდოდა, მეტი არ მინდოდა, ჩემი ამოცანები შესრულებული და ეხლა უკვე შემიძლია სამშვიდობო მოლაპარაკებები დავიწყო, იმიტომ რომ თუ არ და რუსეთი თუ პირდაპირ უარს იტყვის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაზე, მაშინ შეერთებული შტატები უბრალოდ იზოლებული იქნება, რომ არა მარტო გააგრძელოს უკრაინის სამხედრო დახმარება, არამედ გაუზარდოს და ტრამპისგან არც ეს არ გაგიკვირდეთ, რომ უბრალოდ გაბრაზდება და ისე დახმარებას მიაწვდის უკრაინას, რომელსაც აქამდე უარს ეუბნებოდა. ან იმ მასშტაბით მიაწვდის, რომელსაც აქამდე უარს ეუბნებოდა. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრამპი არის ძალიან ამბიციური ადამიანი. პუტინი და ტრამპი ორივე არიან ძალიან ამბიციური ადამიანები. ამბიციური პიროვნებები და ამბიციური პოლიტიკოსები. ამიტომ მათ შეიძლება რაღაც პერიოდში იპოვონ საერთო ენა, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდხანს ალბათ ერთ მოედანზე, ერთ ველზე, ერთ ოთახში დიდხანს ალბათ ვერ გაჩერდებიან, იმიტომ რომ მათი ეგო არ მისცემს ამის საშუალებას. ტრამპის ამბიციურობა შეიძლება ამ შემთხვევაში კარგი იყოს და შეიძლება ამ შემთხვევაში ცუდი იყოს. ორივე ვარიანტი ლოგიკურია, ორივე ახსნადია და ორივეს უნდა ველოდოთ, ორივეზე უნდა გავთვალოთ. მე მაინც მგონია რომ რუსები იზოლებულები იქნებიან ტრამპის ზეწოლით რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან 99% რომ დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან 80% რომ ხელს მოაწერენ რაღაც შეთანხმებას მაგრამ 2% რომ შეასრულებენ. ბისმარკი ამბობდა
ცხონებული ჭკვიანი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი კაცი რომ რუსეთთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულება არ ღირს იმ ქაღალდის ფასად რომელსაც ეს ხელშეკრულება წერიაო და აბსოლუტურად მართალია უკრაინას რომ თავი დავანებო ჩვენი ხელშეკრულებები შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოს და რუსეთს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებები ბოლო იყო 2008 წელს ევროკავშირის ბროკერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საქართველოს და რუსეთს შორის დადებული რომელს სარკოზი მირბინა თბილისს და მოსკოვს შორის რა გააკეთეს რუსებმა თავზე გადაგვახიეს მარტო ჩვენ კი არა ჩვენ პატარა ვართ პატარა ქვეყანაა და თელს ევროკავშირი და სარკოზის ბირთვული სახელმწიფოს ლიდერს გადაახიეს თავზე ეს ხელშეკრულება იმიტომ რომ აღი არის აქეთ აფხაზეთი და იქეთ ყოფილი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რაც პირდაპირ დაარღვია ის ხელშეკრულება და უბრალოდ ფარატინა ქაღალდად აქცია იქამდე თუ გვაქვს დრო კიდე რამდენიმე ხელშეკრულება გვაქვს ვახსენებ უბრალოდ იმ ხელშეკრულებებს რომელიც რუსებმა დაარღვიეს ჩვენ გავაფორმე და რუსებმა დაარღვიეს 95 წელს ელცინი იყო ჩამოსული თებერვლის დასაწყისში ქონდა დაბადების დღე 18 შვილს საკუთარ დაბადების დღეში ჩამოვიდა თბილისში და დიდი ამბავი იყო ელცინი თუ იმე მიცის თქვენი აუდიტორიიდან დიდი პურის ჭამელი და მსმელი კაცი იყო მსმელი უფრო ხარ ვიცი ჭამდა როგორ ჭამდა მაგრამ როსვავდა ნახდა ციფაძე ეთყობოდა ელცინმა და შევარდნაძემ ხელი მოაწერეს სტრატეგიულ ხელშეკრულებას რუსეთსა და საქართველოს შორის ნუ ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით ბუნებრივია მაგრამ ამ ხელშეკრულებაში შედიოდა სამხედრო ხელშეკრულებაც რომ საქართველოს უთმობდა რუსებს სამხედრო ბაზებს 25 წლის ვადით სამაგეროდ რუსები ეხმარებოდნენ ქართულ ჯარს გვეხმარებოდნენ ქართულ ჯარის ფორმირებისთვის და რაოდენობაც იყო რაღაც ქვეშეთანხმებებით ასე ვთქვათ რაოდენობაც იყო განსაზღვრული რამდენი რა უნდა მოეცათ რაოდენობის ტანკები რა ეს ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტმა მიიყვანა ბოლომდე რატიფიკაცია გაუკეთა და დაიწუნა რუსეთის დუმამ. იმიტომ რომ წაიკითხეს რომ ამ ხელშეკრულებაში იყო აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. და რუსეთის დუმამ მაშინ 1995 წელს თქვა რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. ამიტომ მაშინ რუსეთი ოფიციალურად ამბობდა რომ მე არაფერ შუაში ვარ, არც აფხაზეთში და არც სამაჩაბლოში, უბრალოდ იქაური სეპარატისტები იბრძვიან. მე რა შუაში ვარ, მე სამშვიდობო ძალები შემოვიყვანე ეგ. მოკლედ ის ხელშეკრულებას თავზე გადაგვახიეს. 1920 წლის ხელშეკრულება გადაგვახიეს თავზე, რომ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოსა და სოციალისტურ რუსეთს, ლენინის რუსეთს შორის გაფორმდა. იმიტომ რომ ის რუსეთი აღიარებდა საქართველოს მთლიანობას და დამოუკიდებლობას და ამ ხელშეკრულების ხელმოწერიდან 9 თვეში თებერვალში აგერ მოგვადგა მე-19 არმია და რაღაც რუსული დანაყოფები. გეორგიევსკის ტრაქტატი გადაგვახიეს თავზე 1783 წელს ხელმოწერილი ეკატერინე მეორესთან. 1783 წელს ხელი მომაწერეთ და ლაპარაკი იყო იმაზე რომ ორი ქვეყანა ერთმანეთს სამხედრო კავშირს ქმნიდნენ და რუსებს უნდა რაღაც სამხედრო თვალსაზრისით დაეცვა საქართველოს, მაგრამ ლაპარაკი იყო იმაზე რომ ორ სახელმწიფოს შორის იყო ეს ლაპარაკი რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. 1801 წელს მოვიდნენ რუსები და თქვენ რომ დამთავრებულია თქვენი სახელმწიფოებრიობა, კარგად იყავთ. ისინი რამდენიმე წლის მერე მიადგენ იმერეს და თქვენ რომ თქვენი სახელმწიფოებრიობას დამთავრებულია. შეგიძლიათ ამოჭრათ, მე ჯანსუღჭარყვი ასე აქვს ერთი გენიალური ლექსი. ის არ ეწერა ტრაქტატში რომ თავი შემოყოთლა ტრაქში. გენიალური ლექსი და ძალიან კარგად ხსნის ამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის არს, რომელიც თავიდანვე ასე დაიწყო. გეორგიევსკის ტრაქტატიდან ასე დაიწყო, ასე მოვედ ბოლომდე. იმიტომ გამიგზელდა ეხლა ტრაკამდე მივედით, მაგრამ საბოლოო ჯამში უკრაინის გარშემო ხელშეკრულებას მე არ მგონია რომ 100%-იანი გარანტია გვაქვს ამ ხელშეკრულების შესრულების, იმიტომ რომ რუსეთს ამოცანა არ არის უკრაინაში მშვიდობის დამყარება. რუსეთს ამოცანა არის უკრაინის როგორც სახელმწიფოს მოსპობა და დაპყრობა. ნახევრის მაინც ასე ვთქვათ. მე მალარასიას დაარქმევენ თუ რას დაარქმევენ თუ ოლქება დაინაწილებენ როგორც დღეს დაინაწილეს და 4 უკრაინული ოლქი ფორმალურად შეიერთეს. მაგრამ ფაქტია რომ უკრაინის სახელმწიფოს არსებობა რუსეთს არ უნდა. და რომ რუსეთმა ეს ღია თქვა. ხო, გაცხადებული იყო, ხო? ანუ არ მიაჩნია ნამდვილად უკრაინელები. პუტინი ამტკიცებს რომ უკრაინა როგორც სახელმწიფო შექმნა ლენინმა. თავის დროზე და ამას უთვლის ლენინს უმთავრეს დანაშაულად. ის რომ კიევიდან დაიწყო სლავური სახელმწიფოებრიობა და
რუსეთმა მე საუკუნეების შემდეგ მიიტაცა სახელი რუსეთი, იქამდე მოსკოვია ერქვა. ამას ლაპარაკი არ არის. მაგრამ რუსები ეს მიზანმიმართულად იტაცებენ ამ ისტორიას, იმიტომ რომ უნდათ რომ უფრო ძველ სახელმწიფოდ გამოჩნდნენ, მაგალითად კრემლთან ძალიან ახლოს გახსნეს მთავარ ვლადიმერის ძეგლი, რომელიც მოსკოვში არ დაყოფილა არასოდეს. რომ კიევის მთავარი იყო, მაგრამ დადგეს იქ, იმიტომ რომ მთავარ ვლადიმერი იყო ის კაცი, ვინც გააქრისტიანა კიევის რუსეთი. კიევის სახელმწიფო. და სლავიც არ იყო საერთოდ სკანდინავიელი იყო, მაგრამ კიევის მთავარი იყო. ახლა უბრალოდ რუსეთმა ეს ისტორია მიიტაცა, ისევე როგორც მიიტაცა სახელწოდება რუსეთი. რუსეთი არ რუსა ყოფილა, ის იყო მოსკოვია. და მერე იყო მონღოლეთს ურდო, დიდი ურდო. ურდოს ისტორიული მემკვიდრეები არიან. არის დღევანდელი რუსეთი, კი, მაგრამ კიევის ისტორიული მემკვიდრე არანაირად არ არის. მოკლედ, მე პირადად ძალიან ეჭვემპარება, რომ რუსეთი დათანხმდეს კარგ ხელში, კარგ პირობებს, სწორ პირობებს, მაგალითად რა შეიძლება ჩაიწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებაში, უნდა ჩაიწეროს, რომ ერთი ჩერდება საბრძოლო მოქმედებები და რუსებმა შეიძლება თქვან, რომ კარგი, ჩვენ ვაჩერებთ საბრძოლო მოქმედებებს, თქვა ერთ დღეში თუ ორ დღეში, მაგრამ მე ამ ჯარებს შორის რაღაც გამყოფი ხაზი უნდა გაივლოს, ხო? რაღაცნაირად უნდა განაწილდეს პასუხისმგებლობის ზონა, დროებითი მაინც. სამშვიდობო ჯარი უნდა ჩადგეს მაგალითად. რუსი არასოდეს არ დაუშვებს არც ერთი ქვეყნის სამშვიდობო ჯარს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც თვითონ აკონტროლებს და რომელიც თავისად აქვს გამოცხადებული. ნატოს ეგეთით იქნება, გაეროს ეგეთ არ აქვს მნიშვნელობა. არასოდეს არ დაუშვებს რუსი სამშვიდობო ჯარს, იმიტომ რომ ეს მისთვის პირადი შეურაცხყოფა იქნება, რომ ვიღაცა უწესებს რაღაც წესს და ვიღაც უკონტროლებს ტერიტორიას, რომელიც თავისად მიაჩნია. ამიტომ პუტინი ამას რა თქმა უნდა არ დათანხმდება. თუ სამშვიდობო ჯარზეა ლაპარაკი, სამშვიდობო ჯარი შეიძლება განლაგდეს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც დღეს აკონტროლებს უკრაინა, მაგრამ თუ უკრაინას აკონტროლებს, თუ უკრაინაში განლაგდება, იქ უფრო მეტი ალბათობაა, რომ ეს არ ვიცი, ან ნატოს ეგიდით იყოს, ან ყოველ შემთხვევაში ევროპელების მონაწილეობა ამ სამშვიდობო ჯარებში გაცილებით უფრო დიდი იქნება. მე არ ვიცი, შეიძლება სამშვიდობო ჯარებს საერთოდ არ იყოს ლაპარაკი გეგმაში, რომელსაც ტრამპის თავაზობს, მაგრამ ყველაზე ლოგიკური ყოველ შემთხვევაში დღეს ეს არის. განტოლებას როცა ვადგენთ, განტოლებაში გვაქვს რაღაცები, რაც ვიცით, რაღაც მონაცემები, რომელიც ვიცით და მონაცემები, რომელიც არ ვიცით, არის X და Y, ხო? ასე აღნიშნავ. ბევრი X და Y-ია დღეს ამ განტოლებაში, თუმცა ვიცით რაღაცები, რაზეც შეგვიძლია უკვე ლოგიკური მსჯელობის აგება. მაგალითად ვიცით, რომ ძალიან ამბიციურ პოლიტიკოსებთან გვაქვს ამბიციურ პოლიტიკოსებზე გვაქვს ლაპარაკი. ვიცით, რომ ტრამპისთვის უკრაინა არის ახლა დღეს მთავარი გამოწვევა, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური და მისთვის პირადი ამბიციის დაკმაყოფილების ამბავია, რომ ბევრჯერ ნათქვამი სიტყვა, რომ უკრაინაში დაამყარებს მშვიდობას, რომ ეს გააკეთოს. ახლა მეორე ამბავიც არის, რომ უკრაინელებსაც აქვს ბუნებრივია თავიანთი პირობები, ხო? ზელენსკის არავინ არ მისცემს საშუალებას ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას, თუ კი იქ ეწერება, რომ დონეცკის ოლქი ეკუთვნის რუსეთს. ზელენსკის ერთ-ერთი ბოდიში შეგაწყვეტინეთ, ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ ან უნდა ნატოს წევრობის დაჩქარება, ან უნდა უსაფრთხოების გარანტიები. და ესეც რამდენად შესაძლებელი შეიძლება იყოს, რომ ეგ მიიღოს. საერთოდ. ნატოში გაწევრიანების დაპირება უკრაინას უკვე აქვს, ისე როგორც საქართველოს აქვს 2008 წლიდან. უბრალოდ ზელენსკი ითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს. რომ სწრაფად გამაწევრიანეთ ნატოში, ან მითხარით კონკრეტული ვადა, როდის გავწევრიანდები. ეს არ მიმაჩნია მაინც და მაინც რეალისტურ ნაბიჯად, იმიტომ რომ აუცილებლად გამოჩნდება ნატოში რომელიღაც ქვეყანა, რომელიც იტყვის, რომ კი, მაგრამ მებრძოლი ქვეყანა როგორ მივიღო. ჩვენს ისტორიაში ასეთი რამ არ ყოფილა. მართალი ვქოთ, ცოტა რთულად მეჩვენება. უფრო რეალისტურია, თუმცა დღეს მაინც რთული ამაზე ლაპარაკი, უფრო რეალისტურია სამშვიდობო ძალებზე ლაპარაკი. და კონკრეტულად გავიგეთ, რომ ფრანგები მზად არიან ამ სამშვიდობო ძალების განსათავსებლად უკრაინაში. ბრიტანელები არიან თითქოს. ყოველ შემთხვევაში ამას საუბარი მიდის. საფრანგეთის პრეზიდენტი ბევრჯერ ესაუბრა ამაზე პრემიერ-მინისტრ ბრიტანეთს, ამას საუბარი მიდის სხვა ქვეყნებიც ჩაერთვება, პოლონეთი ჩაერთვება ცხადია ხა. ამ საქმეში და ბევრი სხვა, მაგრამ ჯერჯერობით ამას რაღაც რეალური ფორმები არ აქვს მიღებული. ყოველ შემთხვევაში სიტყვა მოიტანა და უკრაინის ომმა
ნატოს და ევროკავშირში ახალი პატარა კავშირები შეკრა. ახალი მინი ალიანსები ჩამოაყალიბა, მაგალითად საფრანგეთი, ბრიტანეთი, პოლონეთი, ახალი ხაზი გაივლო. ნორდიკული სახელმწიფოები, ჩრდილოეთ სახელმწიფოები რაღაც უფრო მეტად შეიქმნენ. სახელმწიფოები, რომლებსაც აერთიანებთ ერთი და იგივე ინტერესები, ის სახელმწიფოები უფრო შეიქმნენ და ცხადია მეტახმარებას უწევენ უკრაინას, მეც პირდებიან და მეც აკეთებენ. თვითმფრინავების მიწოდება, ტანკების მიწოდება, შორსროლელფთოსანი რაკეტების მიწოდება, ბალისტიკური რაკეტების მიწოდება, ეს ყველაფერი ამ ქვეყნებმა აიღეს საკუთარ თავზე. მათი ინიციატივით ხდებოდა, იმიტომ რომ კონკრეტულად ნატოს და ევროპის სამი ათეული წევრი, სამი ათეული პრეზიდენტი რო იკრიბება, სამი ათეული პრემიერ-მინისტრი, სამი ათეული ელჩი თუნდაც მათთვის ერთიანი გადაწყვეტილის მიღება რთულია, ხო? ამიტომ არიან რაღაცა კონკრეტული ლიდერი სახელმწიფოები, რომლებიც უფრო მეტ ლობირებას წევენ და პოლონეთისთვის უფრო დიდი ლობისტები ევროპაში გადავეკიდე ამ ესპანეთს, მაგრამ ესპანეთზე მეტი ლობისტი არის საფრანგეთი, არის ბრიტანეთი, არის პოლონეთი, გერმანია შორის, რომელსაც ახლა კი უწუნებთ ამ ტაურუსების არ მიცემას, მაგრამ ველოდებით სამკვირაში იქნება არჩევნები და სავარაუდო პრემიერ-მინისტრი მერცი, რომელიც სავარაუდოდ მოიგებს არჩევნებს და გახდება პრემიერ-მინისტრი, ის მხარს უჭერს ტაურუსის რაკეტების გადაცემას უკრაინისთვის, ასე რომ პერსპექტივა დახურული არ არის. ნამდვილად არ არის დახურული. სამხედრო დახმარების გაძლიერების პერსპექტივა მით უმეტეს იმ ფონზე, რომ შეერთებულმა შტატებმა შეერთებულ შტატებში ბევრმა დაიწყო ლაპარაკი, ჩვენ ძალიან ზედმეტად ბევრს ვიხდით უკრაინისთვის. ტრამპმა ახსენა 200 მილიარდი დოლარი მაგალითად, რომ ჩვენ 200 მილიარდი დოლარით მეც ვხარჯავთ უკრაინაზე, ვიდრე ევროპელი პარტნიორები და ევროპელებმა ჯიბეზე ხელი უნდა გაეკრან. კი, უნდა გაეკრან ევროპელებმა ჯიბეზე ხელი და აუცი 200 მილიარდი იქნება, თუ რამდენი იქნება, უნდა დაახარჯონ, მაგრამ სავარაუდოდ ტრამპი გულისხმობდა იმ თანხას, რომელიც რუსეთის იმ რუსულ ფულს, რომელიც გაყინულია დასავლეთის ბანკებში. 300 მილიარდია საბოლოო ჯამში გაყინული და აქედან 230 თუ არ მეშლება მილიარდი, 200 მილიარდზე მეტი გაყინულია ევროპაში. ევროპელებმა გაყინეს ეს თანხები, მას შემდეგ რაც დაიწყო ომი უკრაინაში. ახლა ევროპელები მაინც კანონმორჩილი ადამიანები არიან და იციან, რომ ეს ფული რუსების არის პრინციპში და ემზადებიან აი დღისთვის, როდესაც რუსი კარგი გახდება. ხო. დაივარცხნის, დაიბანს, პილებს გაიხეხავს, ჰასტულს გაიკეთებს, ადამიანს დაემსგავსება, ადამიანურად ილაპარაკებს, ადამიანურად იფიქრებს. როცა გაუუქმებენ სანქციებს, როცა მიუშვებენ თავიანთ მაგიდასთან და ეტყვიან, რომ ჩვენ აი ამდენი წელი ვინახავდით ამ ფულს და ეხლა შენ შეგიძლია შენი ფული წაიღო, აქამდე გაყინული იყო ბოდიში, გაუგებრობა მოყვა. ხო. და პატიოსთან ახლა ეს შეგინახეთ. ბანკში ოპერატორს რაღაცა აერია დიდი ბოდიში. ამ დღისთვის ემზადებიან ევროპელები, იმიტომ რომ ეჭვი აქვთ, რომ რუსი იციან უბრალოდ რუსმა შეიძლება ევროპაში უჩივლოს ევროპისავე მთავრობებს სასამართლოში და ეს სასამართლო შეიძლება მოიგოს, შეიძლება. ამიტომ ბოლომდე არ არის ამზად რომ ეს 100 მილიარდი დოლარი თუ евро მოხსნან და მთლიანად მისცემ უკრაინას, თუმცა პრინციპული შეთანხმება ამაზე აქვს, მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმდნენ რომ აი იმ თანხის მოგება, იმ თანხის ბრუნვის პროცენტები, რომელიც დაგროვდა ამ წლების განმავლობაში, ის პროცენტები მივცეთ უკრაინას, ეს პროცენტებიც რეალურად ძალიან ბევრია. ნუ ჯერჯერობით საუბარია რომ 50 მილიარდი დაუმტკიცეს რამდენიმე წლის განმავლობაში, 50 მილიარდი ევრო, რაც ძალიან ბევრია, მაგრამ ომი ისეთი რამეა, რაც მეტი მით უკეთეს. ხო. მაგრამ ეს 50 მილიარდიც დღენახევარში იხარჯება ხოლმე ომში. არა, არ იხარჯება 50 მილიარდი, 50 მილიარდი დღენახევარში არ იხარჯება ნამდვილად. ომის დაწყებიდან სამხედრო დახმარება, რასაც ქვია, გარდა იმისა, რომ უამრავი უფრო მეტი სხვა სახით აქვს დახმარება გაწეული შეერთებულ შტატებს გაწეული აქვს უკრაინისთვის 66 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარება. აი 3 წელი მთავრდება უკვე, ხო, ამ ომის განმავლობაში. უახლოეს მდევარს, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი დახმარება ვის აქვს ევროპელებიდან გაწეული, ეს არის ბრიტანეთი 8 მილიარდზე ნაკლებია. წარმოიდგინეთ რა ხელა განსხვავება 66 მილიარდი და არასრული 8 მილიარდი. ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება აქვს გაწეული ბრიტანეთს. სხვა ევროპელებს შესაბამისად კიდევ უფრო ნაკლები. ამიტომ მithოს ტრამპი რომ მართალია ამაში რომ მithოს რომ მეტი ფული დაყაჭეთო, როგორც ჯევარნაძე ამბობდა,
მეტი ფული დაყაჭეთ და მეტად იფიქრეთ, რომ ეს თქვენთან გაცილებით უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩემთან. მართალია ამაში, ეს კაცი ნამდვილად ვერ დაუკარგავ. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ტრამპს განსხვავებული ევროპა დახვდა. მეორე ვადაში ტრამპს განსხვავებული ევროპელი ლიდერები ყავს, ვიდრე ყავდა პირველ ვადაში. პირველ ვადაში უფრო ხისტები იყვნენ, უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდნენ მის მოთხოვნებს სამხედრო ხარჯების ზრდასთან დაკავშირებით. დღეს ასეთი გადამჭრელები ვეღარ იქნებიან, იმიტომ რომ არგუმენტები გაცილებით ნაკლებია. აქვე random facts დავასახელე, რომ თურმე ერთი ადამიანის მოკლა სჭირდება 22000 ტყვია. ესეთი რაღაც იხარჯება. იმიტომ რომ იქ ხო გინდა რომ გამორეკოს აიდან რაღაც იმას და 22000 ტყვია ჭირდება. და ასევე 1 კვადრატული კილომეტრი თუ წინ წაიწიოს რუსი არმია, ამისთვის ეს უჯდება 1200 ადამიანის სიცოცხლე დაახლოებით. საინტერესო სტატისტიკა არ ვიცოდი ნამდვილად. მე ძალიან გამეკვირდა. მაგრამ გარკვეულად რომ განსხვავებული მონაცემები იქნება რუსულ არმიაში და უკრაინულ არმიაში განსხვავებული მონაცემები იქნება. ასევე დანაკარგებთან დაკავშირებით, მაგალითად 24 წელს ზელენსკიმ ტელეგრამზე გამოცხადა, რომ 43000 უკრაინელი ჯარისკაცია გარდაცვლილი. თუმცა რუსეთის ტრამპმა ახსენა მე მგონი, ხო რომ მილიონამდე არის რუსების დანაკარგიო, თუმცა ეს დანაკარგი არის ეს მარტო დახუცილები არ არიან, ეს არიან დახუცილები და დაჭრილები, რომლებიც ნაწილი შეიძლება დაბრუნდა მე ისე ფრონტის ხაზზე, ხა რუსები როგორც კი დაინახავენ რუსულ თქვა, ეგრევე შეგაბრუნებენ ომში, იმიტომ რომ აკლიათ ადამიანი რთულია, რეალურად ძალიან რთულია სამხედრო დანაკარგების ლაპარაკი, დღემდე თვლიან, არა მარტო რუსეთში, არამედ ევროპაში დღემდე თვლიან, რამდენი იყო მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლი. ალბათ ბოლო ადამიანამდე არის დათვლილი მსხვერპლი გერმანიაში, მაგრამ საბჭოთა კავშირმა რამდენი შეაკლა, რამდენი შეაწყვეტა. ძალიან რთული დასათვლელია, იმიტომ რომ რუსებს დღემდე ჩაკეტე რაღაც პერიოდი გახსენს, მაგრამ მე ისევ ჩაკეტეს არქივები და ძალიან რთულია მოძებნა ვინ გულაგში მოკვდა, ვინ სახში მოკვდა, იმიტომ რომ გააკულაკეს და კოლმეურნეობამ არაფერი არ აჭამა, ვინ ომში დაიღუპა. რუსები ზოგადად თვლაში რაღაცებს იტყუებიან ხოლმე. ძალიან ხშირად. ხანდახან ხდება ხოლმე. ხანდახან ასე ხდება, რაც უცნაურია ძალიან რუსისგან ტყვილი. ხო, ყველაზე გვიკვირს ალბათ. აქვე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა დარჩა, რომ საქართველოს ადგილი სად არის ამ ყველაფერში, ანუ ოპტიმალური სიტუაცია ჩვენთვის რა შეიძლება იყოს? ანუ რა გვაწყობს, გარდა იმისა, რომ ვიცით, რომ უკრაინის გამარჯვება გვაწყობს, მაგრამ თქვათ უკრაინა მიიღო ამ მოლაპარაკებებიდან ის რაც უნდა. და თქვათ მიიღო უსაფრთხოების გარანტიები ნატოსგან, ნატოში არ მიიღეს, მაგრამ ანუ მიიღოს გარანტიები. ამ შემთხვევაში თქვათ შეიძლება რუსეთი გაბრაზდეს და აქედან თუ გამაგდეს ეხლა მე წავალ საქართველოს დავესხმები თავს. ანუ ხო. ერთი ვლაპარაკობთ იმაზე რა აწყობს საქართველოს და არა იმაზე რა აწყობს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. ხო, რა თქმა უნდა, კი. თავარი რაც ბოლოდან დავიწყებ კითხვაზე პასუხს. რუსეთი გაბრაზდეს მოვლენა არ არის. რუსეთი სულ გაბრაზებულია, სულ გამწარებულია. კონსტანტა. რუსს არ ჭირდება გაბრაზება, არ ჭირდება ზედმეტი საბაბი, არ ჭირდება ზედმეტი შეჩხიკინება, რომ აი მე აუცილებლად ამოცანად მაქვს რომ გაგაბრაზო. რუსი გაბრაზებულია თუ ცივსისხლიანია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ იძინებს, იღუძებს, ძინავს, ნებისმიერ დროს ფიქრობს ახალი მიწის დაპყრობას. ეს არის მისი როგორც იმპერიის საფუძველი. იმიტომ რომ რუსი კიდევ ერთხელ ამბობ, მონღოლეთის იმპერიას აგზელებს, მონღოლეთის ურდოს გამაგზელებელია და მონღოლები იყვნენ მესაქონლეები, მეჯოგეები. ცხვრისფარა იქნება თუ ცხენების რემა იქნება, ასალღაც რომ ბალახს გამოჭავს მთლიანად გადაკლავს სხვა ადგილას. შენი ტერიტორია რო დამთავრდება, გადადიხარ მეზობლის მიწაზე. ასე ფართოვდებოდა მონღოლეთის იმპერია და იმიტომ მიაღწია ამხელა მასშტაბებს. ნუ კი მე უკვე რაღაც სახელმწიფოს ფორმა მიიღო, რატომ მეჯოგეები მესაქონლეები აღარ იყვნენ, მაგრამ იმათი გამგზელებელია რუსეთი. რუსეთი არსებობს იქამდე სანამ ფართოვდება, სანამ ხედავს რაღაც მიწას, რომელიც უნდა დაიპყროს. არაფერში არ ჭირდება. აი არაფერში არ ჭირდება, თავის მიწა აქვს, რამდენი მიუხედავი, მაგრამ უნდა რომ შენთან მოვიდეს. თავის სახლი ექცევა თავზე და იმის მაგერად რომ ის ჩამონგრეული სახურავი შეაკეთოს მორბი შენთან, იმიტომ რომ იცის რომ შენ კარგ სახლში ცხოვრობ. ეს არის მისი ბუნება, ამიტომ გაბრაზება საერთოდ არ ჭირდება. თუ დაინახა რომ შენ მასზე უკვე ცხოვრობ, მასზე უკეთესი მანქანა გაქვს, მასზე უკეთესი პირობები გაქვს, მასზე მშვიდი ხარ, მასზე კარგი ხარ, მასზე ზდილობიანი ხარ, უნიტაზი გაქვს. მოვა და იმ უნიტაზს წაგართმევს.
და უნიტასთან ერთად წაგართვოს სახელმწიფოებრიობას ყველაფერს, რაც ხელში მოყვება და რის წაგლეჯასაც შეძლებს აუცილებლად წაგლერს. შემიძლია ისტორია მოგიყვეთ თუ დრო გაქვთ. ჩემი ოჯახის ისტორიას გიყვებით. ჩემი მეუღლის, მე მყავს ლატვიელი მეუღლე და ჩემი სიმამრი იყო დაბადებული 1940 წელს. იმის გამო ვიცი, მისი ოჯახის მოგონებას გიყვებით. 41 წელში მოვიდნენ ნაცისტები და დაიპყრეს ლატვია. დაღდეგობა არ გაუწევია წითელ არმიას, ძალიან მარტივად შემოვიდნენ და დაიპყრეს მთელი ბალტია გერმანელებმა. ამათ ქალაქში დადგა რაღაც გარნიზონი და ერთ დღესაც კარზე ვიღაცამ დააკაკუნავა. გააღო ბებია მგონი ჩემი სიმამრის თუ დედამ და დგას ვიღაც ოფიცერი გერმანელი. გამარჯობა, მე ვარ ეს და ეს, სახელგვარი უთხრა, წოდება უთხრა. ჩვენი გარნიზონია თქვენს ქალაქში იქნებაო და თუ გაქვთ ერთი ოთახი რომ მომაქირავო თქვენთან სახლში რომ თქვენთან ვიცხოვრებ. ოკუპანტი ხა რას ეთქვა? მოგზავნდით რაღაცა ოთახი აჩვენეს, მოეწონა ამას და ცხოვრობდა ამათთან 1954 წლამდე ამ ნაცისტებმა დატოვეს ლატვია. ქირას იხდიდა, ოკუპანტი იხდიდა ქირას. ნუ რაღაცა დაბალ ქირას, მაგრამ ქირას იხდიდა. ჩემს იმამ სახსოვს რომ კარგი კაცი იყო, კეთილიო, პიანინოზე უკრავდა, ბავშვებს გვართობდაო. პიანინოზე უკრავდა ოკუპანტი ამ ბავშვებისთვის. როცა მიდიოდნენ ნაცისტები მოვიდა და გითხრა საწყობებს ტოვებთო, გახსნილსო. და მოდი და წაიღეთ რასაც მოერევითო და წავიდა მთელი ოჯახი, ვინც იყვნენ ქალები, რაღაც ყუმრები მოიკიდა და წამოიღე შაქარი ფქვილი. ჩემს იმამ რიხსენებდა მე დავინახე ფანქრების ყუთიო, ფერადი ფანქრები და ის ძალიან მომეწონა და წამოვიღე 4 წლის იყო. 1954 წელს. წავიდა ნაცისტები, მოვიდა წითელი არმია. და არ ვიცი, ნუ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ ვიღაცები მოადგნენ ისევ ამათ კარს. გააღეს კარი და დგას 3 რუსი ოფიცერი. ქშიაო უთხრეს. ახლა ესენი არიან ოკუპანტები, რა უნდა უთხრე, შემოიყვანეს, აჭამეს ახლა რაღაცა. სახლის რაღაცა გამოხდილი არაყი ქონდათ. ის არაყის ჩააცეცხლეს. მოკლედ გაილეშნენ ეს რუსები და ყველაფერი გამოჭამეს, ყველაფერი დალიეს და წავიდნენ როგორც იქნა და დააყენეს საშველი. მეორე დღეს ჩემი სიმამრის თორმიშლება ბებიამ ბაღში იპოვა დიდი მოსაქმებული. და ისე გარდაიცვალა ეს კაცი ბოლომდე ვერ გაიგო. კარგი, ჭამე, დალიე. აგერ გვაქვს საპირფარეშო მოვლილი გაწკრიალებული სუფთა. შედი იმ საპირფარეშოს თუ რამე გაგიჭირდა ბაღში რატო ჯოამო რა. ვერაფრით ვერ გაიგო იმ საწყალმაქალმა. და ეხა მე რატო მოყევ ნაცისტების იდეალიზება საერთოდ არ მინდა, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავება ოკუპანტებს შორისაც. ძალიან დიდი განსხვავებაა რეალურად. რუსის ბუნება ეს არის, რომ შეჭამს შენსას დალევს და მე მოვა და მოგისაქმებს. თუ სახში თუ არ მოგისაქმებს, კიდე მადლობა უნდა უთხრა და ბაღში მოგისაქმებს. ამისთვის კიდე მადლობა ეკუთვნის, ის კარგი ოფიცრები აღმოჩნდნენ, ზრდილობიანი ოფიცრები აღმოჩნდნენ. ბოდი ძალიან შორს წავედი თქვენს კითხვაზე პასუხი. ჩვენი ადგილი ამ ყველაფერში არ არის, ჩვენი პოლიტიკა არ უნდა იყოს არ გავაბრაზოთ რუსეთი. ის რითაც ქართული ოცნება ცდილობს საკუთარი მრევლის დაბმას იმედის ეკრანთან. იმიტომ რომ ომის დაწყება არ დაწყება საერთოდ არ არის ბორის ივანაშვილზე დამოკიდებული. საერთოდ არა, არავინ არ კითხავს ბორინკა ივანაშვილს რუსი ომს დაიწყებს თუ არ დაიწყებს. რუსის გენერალმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ აი მე ხა მომწონს ამის შუშის კონსერვის ქილა ეგრეთ თბილისის თავზე რო დგას და იქ მინდა ცხოვრება და ის მოვიდეს და წაიღოს. ჭკუა დაუშლის თუ აქამდე არ უქნიათ. ამიტომ გააბრაზე, არ გააბრაზე, მოეფერე, არ მოეფერე, აღადგინე, ისინი რა ქვია, დიპლომატიური ურთიერთობები არ აღადგინე, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ედუარდ ჩევარდნაძე შევიდა დსთ-ში. დსთ-ში შევიდა, იმიტომ რომ აეცილებინო თავიდან აფხაზეთის დაკარგვის საფრთხე. და რამდენიმე დღეში რუსებმა მაინც აიღეს სოხუმი და წაგვართვეს მთლიანად აფხაზეთი 1993 წლის სექტემბერში. დსთ-ში შეთრეული თანხმობა გაცხადებული და რა ვიცი დამხობილ შევარდნაძეს ბოლომდე დააბიჯეს კისერზე ფეხი. კიდე ერთი ლექსია, ეს ნამდვილად ამოსაჭრელია, ისევ ჩარკვიანის გამახსენე. ვიდეო YouTube-ზე არის, შეგიძლიათ ნახოთ. როცა დებატები იყო, ძალიან ხამოკლე დებატები იყო, მაგრამ შევიდეთ, არ შევიდეთ, მოვიგებთ, არ მოვიგებთ, რომ დსთ-ში შესვლა არ მოსულა. ჩარკვიანმა დაწერა ლექსი.
შევარდნაძემ დაგვიბარა ტრიბუნაზე შემდგანო. შეხვალთ დედა მოგეთყნება. თუ არ შეხვალ დედმამა. არა მოუჭრათ. ხო, თქვენ გადასაწყვეტია. ჩვენი გადასაწყვეტი რაც არ არის და ჩვენ რაც არავინ არ გვეკითხება, ეს არის რუსის გუნება განწყობა. რუსი მაინც გაბრაზებულია, მაინც გამწარებულია მთელ მსოფლიოზე, მათ შორის ჩვენზე და რაც არ უნდა ველაქუცოთ, რაც არ უნდა ბოდიში ამ სწორს თუ არ ვიცი, შეიძლება აღარ ითქვიან ბოდიში, წავიკუზოთ. გინდა ქართული ოცნება იყოს, გინდა შევარდნაძე იყოს, გინდა სააკაშვილი იყოს, რუს თუ აქვს გეგმა, ამ გეგმას აუცილებლად გააკეთებს. აუცილებლად შეასრულებს. შევარდნაძე პოლიტბიუროს წევრი იყო კაცი, ხო? აფხაზეთი წაართვეს, სამაჩაბლო წაართვეს, წააგლიჯეს. და ორჯერ ააფეთქეს კიდე. ორჯერ გადარჩა მართლა სასწაულებრივად გადარჩა, თორე გაწირეს ორჯერ კაცი. თითქოს თავიანთი კაცი, ჩვენ რუსს ვეძახდით ამ შევარდნაძეს და რუსები დაძლებდნენ მოსაკლავად, ვერ მოუხერხეს. რუსი აუცილებლად გააკეთებს იმას, რაც უნდა. და რუსის იმპერიული ოცნება არ არის საქართველოს დაპყრობა. რუსის იმპერიული ოცნება არის აქეთ მხარეს სტამბოლი, კონსტანტინოპოლი და მეორე მხარეს ინდოეთის ოკეანე. ეს არის რუსული იმპერიის სამხრეთით განვითარების მაქსიმალური სურათი. ის რაც უნდა აუცილებლად თავიანთი ბინძური ჩექმა ჩაყონ ინდოეთის ოკეანეში. ეს აქვს ოცნება. ამ ოცნება შეეწირავს ბავშვებს გრიბოედოვი, იმიტომ აჩეხეს თეირანში. ჩვენ რო პოეტი გონია გრიბოედოვი, რომელიც ელჩი და ჯაშუში იყო, იმიტომ აჩეხეს ეს ჩვენ პედოფილი სიძე რომ ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ აჯანყება მოემზადებინა სპარსეთში. და შეუვარდნენ და აკუცეს და ნაწილ-ნაწილ ჩამოიტანეს, მერე დაასაფლავეს ეგრე მთაზე. ამას ემსახურებოდა რომ რუსული ჩექმა განიბანოს ინდოეთის ოკეანეში. მოსკოვი რატო უწოდებს საკუთარ თავს მესამე რომს? რომ პირველი რომი რომია, მეორე რომი იყო ბიზანტია, კონსტანტინოპოლი და მესამე რომი ვითომ მაგათ იმაში რა ქვია, ტრამალებში მოსკოვში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრმა იცის და საიდუმლო ნამდვილად არ არის, სტალინი რეალურად აპირებდა ომის გამოცხადებას თურქეთისთვის. რეალურად აპირებდა და ძალიან დიდი სამხედრო ზალა ჰქონდა კონცენტრირებული სამხედრო ფლანგზე. გააჩერა ეს ამბავი ბოლო-ბოლო შეერთებულმა შტატებმა. იმიტომ რომ დაემუქნენ. სამხედრო გემები შემოიყვანეს ამერიკელებმა და მიხვდა სტალინი რომ ახლა შეერთებულ შტატებს უნდა დატაკებოდა. ამიტომ უარი თქვა თურქეთის დაპყრობაზე. ჩვენთან ვიღაცა იდიოტ ნაციონალისტები კი ამბობენ რომ სტალინს სტამბოლი კი არ უნდა და ტაო-კლარჯეთის მიერთება უნდა საქართველოს ფეხებზე ეკიდა ტაო-კლარჯეთის სტალინს საქართველოს მოაოხრა როცა დაჭირდა. და თქვია ჰერეთი იმას მისცა, თქვია ლორე იმას მისცა, გაანაწილა ქართული მიწები ძალიან მარტივად. ტაო-კლარჯეთი არა ის ანერვიულებდა. სტალინს ანერვიულებდა თავისი იმპერიული რუსული ოცნება რომ უნდა აეღო კონსტანტინოპოლი და კონსტანტინოპოლი სტამბოლი უნდა აეღო იმისთვის რომ ეკონტროლებინა შავი ზღვა და ხმელთაშუა ზღვა. რაც რუს დღემდე აქვს ოცნება. უბრალოდ ეხლა იქ ერდოღანი არ უშობს, იქ აიათოლა არ უშობს, თორემ ძალიან დიდი სიამოვნებით გააკეთებდა. ქცევი თერაპიაში არის ესეთი კონცეფტი ერთი, რომ შენ მანამ გააგრძელებ ერთ და იგივე ქმედების განხორციელებას, სანამ მიიღებ სასურველ შედეგს. და რუსეთიც ხა ეგრე უყურებს, რა ხა მე რო ქვეყანა ვიყო ეგეთი რაღაცები მინდოდეს და ვაკეთებდე რაღაცას და კაცი შვილი არ იყო შემთთვის პატარა ხა მილიონობით ადამიანის დანაკარგის გარდა მომთხოვ არავინ არაფერს არ მომთხოვდეს გავაგრძელებ ეს რაღაცების კეთებას ეგეც არის. ეს არის რუს რა განასხვავებს რუსულ იმპერიას რა განასხვავებს სხვა იმპერიებისგან. სხვა იმპერიები ყოველ შემთხვევაში უფრო აქეთ მაგალითად ბრიტანეთის იმპერია რატო დაიშალა, იმიტომ რომ ბრიტანეთის იმპერია მაინც რაღაც კანონზე იყო აგებული, პასუხისმგებლობაზე იყო აგებული. ვიღაცა ზემოთ გრძნობდა თავს პასუხისმგებლად ქვემოთ ყოფ ადამიანებთან. პუტინისთვის აი ეს ბიდლო ქვევით არაფერს არ ნიშნავს. მილიონი იქით, მილიონი აქეთ რა მნიშვნელობა აქვს. და მეორე ფაქტორია, ყველა უფრო მეტად მნიშვნელოვანი, როცა ვამბობთ პუტინს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ პუტინი ხო მარტო ერთი კაცი არ არის ვიღაცა. ეს არის კოლექტიური სახე. ხო. პუტინი შექმნა, გამოიგონა რუსმა, იმიტომ რომ ასეთი ტიპი უნდოდა. რუსეთის ისტორიაში რამდენიმე მეფეს უწოდებენ საბირატელი ზიმლი რუსკი. რუსულ მიწათა შემგროვებელი. რამდენიმე იმპერატორს აქვს ეს წოდება და მათ შორის
პუტინი ძალიან ცდილობს, რომ ეს წოდება მიისაკუთროს, რომ მასზეც თქვან, რომ არის საბირატელი ზემელი რუსკი. კონკრეტულად ახლა შეიერთა უკრაინის ჩამოგლიჯა უკრაინის ძალიან დიდი ნაწილი, აგერ წავა იმაში, რა ქვია, ბალტიაში, როგორც პეტრე პირველმა გაჭრა, როგორც მაშინ ამბობდა, ფანჯარა ევროპაში, ბალტიასაც დაადგამს თვალს, ფინეთი და პოლონეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყვნენ თავის დროზე 19 საუკუნის რევოლუციამდე და რატომაც არა, თუ კი წინააღმდეგობას არ გაუწევენ და თუ კი ჩაუვა, ბოლომდე ჩააჭერს. ის ხალხი ითხოვს, რომ აი ასეთი ლიდერი ყავდეს. ის ხალხი არ ითხოვს დემოკრატიას, იმიტომ რომ არასოდეს არ უნახავს რუსს, დემოკრატია არ უცხოურია დემოკრატიაში არასოდეს. მისთვის უცხოხილია. ის ხალხი არ ითხოვს კანონის უზენაესობას, არ ითხოვს სამართლიან სასამართლოს, არ ითხოვს კარგ და სწორ პოლიციას, არ ითხოვს რაღაც ადამიანის უფლებებს, არ ითხოვს თვალშორ ბევრ საჭმელსაც არ ითხოვს. მისთვის მთავარია აი კოლექტიურ ამ ერის კოლექტიური ოცნება მეტი მიწა ჰქონდეთ. რომ მივიდეს და აი კიდე ესპანეთი უნდა ვახსენო. ესპანეთის ბაღშიც მოისაქმოს. ბრიტანეთში მოისაქმოს, ბუკინგჰემის სასახლის წინ მოისაქმოს, ეს არის ამით ძალიან გაბედნიერდება. ის რომ სახში მისი ძოლშვილი უსმელია, გათბობა არა აქვს და უნტაზი აქვს გაყინული, თუ კი აქვს უნტაზი. ეს არ აღელვებს. თავარია რომ ბუკინგჰემის სასახლის წინ თუ მოისაქმო, დამთავრებული. აი მაშინ ბედნიერია. ეს ადამიანები ქმნიან ასეთი მოთხოვნების და ასეთი ინსტინქტების ადამიანები ქმნიან ისეთ ლიდერს, როგორც არის პუტინი. პუტინი კიდე ერთხელ ცარიელ ადგილას არ შექმნილა. პუტინი როგორც მოვლენა ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. პუტინი იყო ერთ-ერთი რაღაცა კგბ-ში. მეცახელი ჰქონდა ჩრჩილი. ხო. ჩრჩილი, მოკლე. გავს ფათაშორის. გავს და ასეთი იყო. უბრალოდ ახლა მიიჩნია თავი იმპერატორად და ახლა მოერგო სიტუაციას თორე. ჩრჩილი იყო და არაფერს არ წარმოადგენდა. საბჩაკის რაღაცა თანაშემწე იყო, რომელიც პორტფელს დაათრევდა საბჩაკის. რეალურად არაფერს არ წარმოადგენდა, მაგრამ ბოდიში გამექცა ისევ. მეც დამავიწყდა უცებად რო ვიყავი. ჩვენი არავინ არ თხოვს საქართველოს რომ მეორე ფრონტი გახსნას. არავინ არ თხოვს. არასოდეს, რაც არ უნდა იბოჟიალონ. რომ ცხოვონ რა. გაუკრეჭავმა ეგრეთწოდებულმა პრემიერ-მინისტრებმა და ვიღაცა აბუდაბის პატიმრებმა არავინ არ თხოვს საქართველოს რომ ჩაებას მეორე ფრონტი. ყველას ესმის ჩვენი სამხედრო შესაძლებლობის, სტრატეგიული შესაძლებლობების სიმწირე. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს რომ რეალური ნაწილი გავხდეთ აი როგორ ვთქვა, სოფლიო თანამეგობრობისა, რომელიც შეიკრა უკრაინის გარშემო. ავით რამშტაინის ფორმატით იქნება თუ ჩვენ დღეს რამშტაინში ვართ მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი ზედ მეტი ქვეყანა დავაფიქსიროთ. იმად დააფიქსირო, რომ აი ისინი თითქოს ჩვენსკენ არიან. თორე ჩვენ რეალურად უკრაინაში არაფერი არ გავუკეთებია. ძალიან დიდი საზოგადოების ზეწოლის შემდეგ 2000 ომის დაწყებიდან ძალიან მალე საქართველოს ხელისუფლებამ გაგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში. თუ გახსოვთ ეს ამბავი, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა საქართველოს ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და დიდი ამბავი იყო მაშინ იმედებზე და პოსტივებზე და ვიღაცებზე ატეხილო 80 ტონა დახმარება გაუგზავნათ უკრაინას და მილიონის ღირებულებს. 80 ტონა არის 2 ტრეილერი. 2 მანქანა გაუგზავნოთ რაღაცა მედიკამენტები და სამედიცინო რაღაცა ელემენტარული აპარატურა ძალიან მარტივი და თქვით რომ აი უკრაინა გადარჩა. ჩვენ გადავარჩინეთ უკრაინა. ეს იყო და ესე. ისიც ძალიან დიდი საზოგადოებრივი ზეწოლით, იმიტომ რომ ზუსტად იმ დღეებში ჩემნაირი და თქვენნაირი მოქალაქეები აგროვებდნენ ფულს და ფულს ვაგროვებდით სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის უკრაინისთვის. რეალურად შევაგროვეთ, არ მახსოვს ახლა რამდენი, მაგრამ რეალურად ფული შევაგროვეთ ჰუმანიტარული დახმარებით. ჩვენ მოქალაქეებმა შევაგროვეთ ლარი, თითო ლარი, 2 ლარი, 100 ლარი შეიძლება ვიღაცამ დადო. მთავრობა ამის გამო იძულებული გახდა, რომ გაეგზავნა ჰუმანიტარული დახმარება. კიდევ ერთ მარტივ მაგალითს გაგახსენებ. პირველ დღეებში ომის ასევე ძალიან დიდი ზეწოლით საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება უკრაინაში ომთან დაკავშირებით. რაღაცა ერთგვერდიანი თუ გვერდნახევრიანი რეზოლუცია იყო დადგენილება, რომელშიც არ იყო მოხსენიებული არც ერთხელ სიტყვა რუსეთი.
უკრაინის ომის დაწყებასთან დაკავშირებით პარლამენტმა მიიღო დადგენილება და ერთხელ არ ჩაწერა სიტყვა რუსეთი, ერთხელ. აი ხო ამას ხომ უხერხება უნდა? ხოცის მეტი ამას ვერავინ არ მოიფიქრებს. აი გაუკრეჭავი თავდაუბანელი ხოცის გარდა ამას მართლა ვერავინ არ მოიფიქრებს, არავის არ მოუვა აზრად თავში, რომ შეიძლება ასეთი სიტყვიერი ეკვილიბრისტიკის ჩატარება, რომ რუსეთი არ მოიხსენიო იმ ომის აგრესორად, რომელიც მან დაიწყო უკრაინაში. ხოცებმა ეს შეძლეს. და ნუ ამის გამო რაღაცა შეიძლება ტაში დაუკრავს, რომ ყოველჩა თქვენ ქართულ ენას ესე იგი ძალიან კარგად ფლობთ. მაგრამ ეს იყო ერთადერთი რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა უკრაინისთვის. ქართული ოცნება რომ პასუხისგებლობის შეგნების მქონე პოლიტიკური ძალა იყოს, ის აუცილებლად იქნებოდა ყველაზე აქტიური, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც არ ევალება არავის არ ევალებათ სამხედრო დახმარების გაწევა, მაგრამ ევალებათ მორალური მხარდაჭერა უკრაინის ნებისმიერ პლატფორმაზე. ნებისმიერ პლატფორმაზე რავდი, გაერო, ნატოში, სადაც ბაშურის ნატოდან გამოსული ინფორმაციით უკან შემდეგ 3 ივნისში საქართველოს წარმომადგენლებს აღარ მიიწვევენ საქართველოს პრემიერს და პრეზიდენტს. ეგრეთ წოდებულ პრემიერს და ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს, უბრალოდ იმიტომ რომ ეგრეთ წოდებულები არიან, მაგრამ გადახვევა იყო ამ თემიდან, თუმცა ერთგვარ გაგრძელებაც იყო. ნატოში, ევროსაბჭოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ძალიან ბევრი ფორმატი გვაქვს, სადაც გვქონდა. ევროსაბჭოში, საიდანაც გუშინ ძალიან დიდი ჭიტლაყი ამოგვარტყეს. ბევრი პლატფორმა გვაქვს, სადაც ჩვენ შეგვიძლია სიტყვა შევაწიოთ. და თქვათ, რომ ჩვენ ზუსტად იმავე პრობლემის წინაშე ვდგავართ, რაც უკრაინაში, უბრალოდ ჩვენთან ეს პრობლემა უფრო ადრე დადგა, ცუდი ქენით ძალიან რომ არ მოგვაქციეთ ყურადღება და დღეს უკრაინის პრობლემასთან ერთად ჩვენი პრობლემაც უნდა გადაჭრით. ეს იქნებოდა ყველაზე პრაგმატული და ყველაზე სწორი მიდგომა, რაც საქართველოს შეიძლება კონდეს, მაგრამ ეხლა პირდაპირ მოსკოვიდან დანიშნული ხელისუფლება რო საკავს, ამის მთქმელი და ამის ამღიარებელი ცხადია არ არის. და მუდმივად იმეორებს ამ მანტრას, რომ ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ ომისგან, რომელი ომისგან გადაარჩინა შევერიშვილო, არ წამოსულა რუსეთი. არ წამოსულა უკრაინაში, როცა დაჭირდა, ცხინვალიდან გაიყვანა სამხედრო ბაზა, თითქმის დაცალა გუდაუთიდან გაიყვანა. თითქმის დაცალა სამხედრო ბაზა და გიუმრიდან, სომხეთიდან გაიყვანა. იმდენად აკლია პირადი შემადგენლობა და ტექნიკა, რომ ეს ბაზები პრაქტიკულად დაცალა. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ რომ ეს ომი დასრულდეს კარგად, სულ რომ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს, ან მიიღოს კარგი დილ. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკა რასაც აკეთებს და ჩვენი პოზიცია როგორც არის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენ დიდი შანსია მაინც არ ვიყოთ ამ დილის ნაწილი, ანუ ამ მოლაპარაკებების ნაწილი და შეიძლება საერთოდ დაგვიგიდონ, იმიტომ რომ ჩვენი de facto მთავრობა ესეთი პოზიციით არის წარმოდგენილი და უფრო რუსეთის პრორუსია. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვართ ცუდ სიტუაციაში, თუ ამ ხელისუფლებას არ შევწყვეტ. ერთ-ერთი რამე შეიძლება გეთანხმებით, ეს არ არის პრორუსული ხელისუფლება, ეს არის რუსული ხელისუფლება. რუსის დანიშნული 2012 წელს. ყველაზე წარმატებული ოპერაცია ჩაატარა რუსმა 2012 წელს, ასე წარმატებული სპეცოპერაცია არ ჩაუტარებია, მათ შვიდობიანად არჩევნებით შეცვალეს ხელისუფლება საქართველოში. იმავე საპირებდა სპაშუს 2007 წელს არკადი ბადრი-პატარკაციშვილის ფულით და მისი ორგანიზებით, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა. მაშინდელმა ხელისუფლებამ ამ მეთოდებით თუ იმ მეთოდებით იმედში შევარდა, მეც არ მომეწონა, მაგრამ ამ მეთოდებით თუ იმ მეთოდებით ეს გადატრიალება გააჩერეს, რევოლუცია, ეს აჯანყება, რომელს პატარკაჩვილი პეაპირამობდა ბოლო თეთრს დავხარჯავა ხელისუფლების შესაძლებლად. ეს ამბავი მაშინ რუსეთს ჩაუვარდა. ეს ხდება 2007 წლის ბოლოს, 2007 წლის ნოემბერში. მერე დაინიშნა ვადამდელი არჩევნები, იანვარში პატარკაჩვილმა წააგო არჩევნები, მესამე ადგილზე გავიდა საერთოდ. და მარტში პატარკაჩვილი გარდაიცვალა. ამბობდნენ რომ საერთო ვითარებაში, მაგრამ სკოტლანდიარმა თვეების განმავლობაში იძლია და ვერაფერი ვერ დაადგინა, თქვა რომ ბუნებრივი სიკვდილი გარდაიცვალა, გულმა დაარტყა. 2007 წლის მარტში გარდაიცვალა პატარკაჩვილი და 2007 წლის მარტში რუსმა თქვა რომ გადის ემბარგოს რეჟიმიდან, აფხაზეთის წინააღმდეგ დაწესებული ემბარგოს რეჟიმიდან, რომელიც მოქმედებდა 1994 წლიდან. ფორმალურად რუსეთი არასოდეს არ იცავდა ამას, მაგრამ ღიად განაცხადა რუსმა, რომ ახლა ის უკაცრავად ემბარგოს რეჟიმი დამთავრებულია. თქვა რომ მე ახლა ვემზადები ამ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებთან, აფხაზეთთან და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან
სახელმწიფოებრივი ურთიერთობის გასაღრმავებლად დუმაში გამოჩნდნენ მაშინ აფხაზები, აფსოები და ოსები, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსები და დუმაში ძალიან ბევრმა დაიწყო პირდაპირ მოთხოვნა დუმა მიიღო დადგენილება მთავრობას მოსთხოვა რუსეთის მთავრობას გაზაფხულზე ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე რომ მათ ეღიარებიათ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ეს ხდება გაზაფხულზე 2008 წლის გაზაფხულზე. მერე შემოიყვანეს სარკინიგზო ჯარები, მერე გააძლიერეს გუდაუთის სამხედრო ბაზა, გამანადგურებლები აღიარეს რომ უდგათ თორე მედგათ იქამდეც. მერე კი დასავლეთმა რაღაც ნაბიჯები გადადგა, ამერიკის სახელმწიფო მდივანი იყო ჩამოსული საქართველოში, მაგრამ ივლისში, მაგრამ არც გახსოვთ თუ არ გახსოვთ, ზუსტად იმ დღეს, მაშინ როდესაც სახელმწიფო მდივანი იყო თბილისში, საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოვიდა 3 თუ 4 რუსული გამანადგურებელი და პირველად და ერთადერთ ბოლო ჯერ მე მგონი რუსებმა აღიარეს რომ ჩვენ ვიყავით. კი არ შეგვეშალა და შემთხვევით შემოგვიცდა ფრთა. არა, ჩვენ შემოვედით, წრე დავარწე და წავეთ იმისთვის რომ გაგვეგრილებინა ცხელი თავები თბილისში. ანუ გაგვეგრილებინა ზოგიერთ ცხელი თავი. ზოგიერთ ცხელი თავი იყო. ერთი სააკაშვილი და მეორე კონდოლიზა რაისი. მერე დაიწყო ომი. ის პატრაკაჩვილის აი სპეცოპერაცია ჩავარდა, დაიწყო ომი. ომის შემდეგ გახსოვთ თქვენ რა თბილისში ან კაროები დადგა, რა ქვია, უფროსმა გრეჩი ხან რა მოხდა. ბოლოს აი 26 მაისი 2011 წლის 26 მაისი იყო ბელა ჩაუთი და იქ რო არაფერი არ გამოვიდა, მერე გამოჩნდა ბორინკა ივანაშვილი და თქვა რომ მე აი ცნობილი განცხადება გამოაქვეყნა მე 2011 წლის ბოლოს შემოდგომაზე რომ გასლაპარაკობდა რომ მე კარგი კაცი ვარ, იმიტომ რომ ბევრი ფული მაქვს, კარგი კაცი ვარ, იმიტომ რომ ვამრავლებ ელიტური კარტოფილის თესლებს და ვაპირებ ამის დარიგებას ადამიანებისთვის და კარგი კაცი ვარ, იმიტომ რომ მინდა სააკაშვილი შეცვლა. ელიტური კარტოფილის თესლებიდან გადავედით რეჟიმის შეცვლას. ეს იყო ყველაზე კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც რუსებმა აი წინა გამოცდილების გათვალისწინებით დაგეგმეს. უკეთესად შეგვისწავლეს როგორც ჩანს იმ 2007, 2008, 2009, 2011 წლების საპროტესტო აქციების შემდეგ უკეთესად შეისწავლეს ამ ხალხის განწყობა და ძალიან წერტილოვანი დარტყმები მიაყენეს ესე სააკაშვილის ხელისუფლებას. რუსების არაჩვეულებრივად მოფიქრებული, ძალიან სწორად განხორციელებული სპეცოპერაცია იყო. ამიტომ ბოდიში გამიგზელდა პასუხი, ეს არ არის პრორუსული ხელისუფლება, ეს არის რუსული ხელისუფლება. იციან ამ ბრიყვებმა რუსული თუ არ იციან, შეიძლება ეხლა თითო სამხარაძეს კი აქვს დიპლომი რუსეთში, მაგრამ არ ვიცი, ნაყოფი არის თუ არა საერთოდ რუსეთში. იციან თუ არ იციან რუსული, რუსები არიან. ყაველაშვილი რუსეთის ჩემპიონია, მის მთავარი სპორტული მიღწევა რუსეთის ჩემპიონატია. ჩემპიონატის გამოგება ვლადიკავკაზ ალანიის შემადგენლობაში. რუსები არიან, ჩვეულებრივი რუსები არიან, ამიტომ წავენ ყველა ხიდს, რომელიც ჯერ კიდევ აკავშირებს საქართველოს დასავლეთთან, არ შეიძლება აკავშირებდეს და ყველაფერზე ამბობენ მიზანმიმართულ უარს. იგი იტყვიან რომ 2028 წლამდე გადაწიეს, მე იტყვია რომ არის 2038-მდე გადავწიეს რაღაც. ყვა დაუშვით თუ ხო, ეს უკვე მეხუთე პოდკასტია, რაც საბოლოოდ მაინც არა პოზიტიურ ნოტამდე მივდივართ, ხოლმე და სევდიანად ლაპარაკობთ. მოკლედ შევას მოხდა. პესიმისტური აიღე და სადმე შუაში ჩააკვეხე და ბოლოს დაამთავრეთ ისე ხო, რაღაც ისე უნდა გადავანაცვლო. მაინც ვიფიქრეთ მაყურებელზე ხო იმიტომ. დაუქნა ხალხო რა. ეგრეა საქმე საქართველოსი. რა ვქნა არ არის გამოსავალი. ხო. გამოსავალია გამოვიდა დადი ქუჩაში. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ შეგვაშინოს ჩვენ მაიდნით. და სიტყვა მაიდანი მათ აქციეს რაღაცა ნეგატიურ ტერმინად. ისე როგორც რუსებისთვის იყო თავის დროზე და არის დღემდე სიტყვა მაიდანი ცუდი კონოტაციის მქონე. მაიდანი დაიწყო როგორც აბსოლუტურად კანონიერი პროტესტი უკრაინელების. მე უნდა ვაღიარო რომ საკმაოდ ასაკოვანი ვარ და მახსოვს ორივე მაიდანი. მახსოვს კი არა, ნამუშევარი ვარ ორივე მაიდანზე როგორც ჟურნალისტი. 2004 წელსაც და 2013-14 წლებში. ორივეჯერ უკრაინაში ვაშუქებდი ამ მაიდანს. და ძალიან კარგად მახსოვს რომ ვიცი ხედავდი რომ ორივე შემთხვევაში მაიდანი დაიწყო როგორც სრულიად კანონიერი პროტესტი აბსოლუტურად პრორუსული გადაწყვეტილების წინააღმდეგ. 2004 წელს უკავშირდებოდა არჩევნებს, არჩევნების გაყალბებას 2013 წელს უკავშირდებოდა პირდაპირ გადახვევას რუსეთისკენ და პირდაპირ უარს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას. ზუსტად იმას, რაც გამოაცხადა გაპუწულმა იმან, რა ქვია, ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა. ზუსტად ამის გამო გამოვიდნენ მაშინ ადამიანები ქუჩაში, დადგნენ ქუჩაში
ოღონდ პირველი მაიდნის შემდეგ ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდათ, როგორ უნდა მოეწყოთ ეს ქუჩის პროტესტი, მათ დადგეს კარვები, რაღაცა ჯგუფები შექმნეს, რომლებიც ნაწილი ამ კარავში ცხოვრობდა, აბსოლუტურად მშვიდობიანი ადამიანები ამ კარავში ცხოვრობდნენ, რაღაც ჯგუფები იყო, რომელიც ამ კარავს იცავდნენ ტიტუშკებისგან და ვიღაც ხულიგნებისგან, რომლებიც უკრაინაში ასევე ძალიან ბევრი იყო. უბრალოდ მე იანუკოვიჩმა მოინდომა და ცეცხლი გაუხსნა ამ ადამიანებს და 100 ადამიანი დაიღუპა. თორემ იქამდე აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო ეს მაიდანი და მოდებული იყო არა მარტო კიევს, არამედ ყველა დიდ ქალაქს. ყველა ქალაქში იყო მაიდანი, ყველა ქალაქში მერე უკვე სრულად უატყდა, მერე ბარიკადების ორგანიზება დაიწყეს და დაიწყო ყველაფერი კიდევ ერთხელ, როგორც აბსოლუტურად მშვიდობიანი და ხალხს უსაუბრა, აბსოლუტურად კონსტიტუციური პროტესტი, აბსოლუტურად არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ, რომელიც მიიღო მაშინ უკვე დელეგიტიმირებულმა ხელისუფლებამ უკრაინის. ზუსტად იგივე, რაც გააკეთა დღეს პრაქტიკულად დღეს უკანონო ქართულმა ხელისუფლებამ. ამიტომ მგონია, რომ ქუჩაში გასვლა კი კარგია რომ ბევრნი ვართ, კარგია რომ მობილიზებულები ვართ, კარგია რომ ჯერ არ დავღლილ ვართ, მაგრამ მგონია რომ უფრო აქტიური მოქმედების გარეშე ამას ხედავთ, რომ ეს რეჟიმი შეეგუა. აღარ თვლი საჭიროდ რომ დაარბიოს, უბრალოდ რაღაც წერტილოვანი დარტყმებით ხან ვის დაიჭერენ, ხან ვის დაიჭერენ. ვინც გონიათ რომ ლიდერები არიან, ან ვინც გონიათ რომ ვისაც გონიათ რომ ჭკუა ეკითხება და იმედი აქვს რომ ოდესღაც რაღაცა გაჩერდება. ჯერ გვეუბნებოდნენ რომ აი 20 იანვარამდე ვერ მიაღწევთ, მე გვეუბნებოდნენ რომ 20 იანვარს ტრამპი მოვა და რაღა აზრი აქვს. გინა იჩხუბეთ, გიან უიჩხუბეთ და ტრამპი ჩვენი კაცი იქნება. ეხლა აღმოჩნდა რომ ტრამპ მათი კაცი არ არის. და ეხა სხვა გამოსაძრომი სხვა ხვრელები უნდა მოძებნონ, მაგრამ ფაქტია რომ მთავარი იმედი მათი არის ორი გათვლა აქვს, რომ საზოგადოება დაიღლება და მეორე გათვლა რომ დასავლეთი დაიღლება ამ ქართული იწილობიწილოთი. ეს გათვლა აქვს. არც ერთი საშუალება, არც ერთის გამართლების საშუალება არ უნდა მიცეთ. ეს არის საზოგადოების ერთადერთი გამოსავალი და ერთადერთი გადარჩენა. თუკი საზოგადოებას უნდა რომ ხვალ დარჩეს დამოუკიდებელი ხვალას ცხოვრობდეს დამოუკიდებელ ქვეყანაში და არ ცხოვრობდეს რუსეთის ობლასტში ან გუბერნიაში რომელიღაცაში, საზოგადოებამ უნდა იაქტიუროს. საზოგადოება უნდა შედგეს როგორც საზოგადოება. მაინც პესიმისტურია კიდე რამე. არა. აი ესე ძალიან საინტერესოდ დავასრულოთ, რატომ ის ძალიან საინტერესო ეპიზოდი და მადლობა სტუმრობისთვის და გაზიარებისთვის.